ზუსტად გამსახურდია ცილის წამების გამო ითხოვს პასუხს. თქვენი თვალით რა ხდება იმ პერიოდში, როგორ მზადდება ღირსების სასამართლო? მეგობრები დაგვრიდნენ, რომ წარმოადგენენ რაღაც დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც იხსნება, რომ მე ზაქარია ლაშქარაშვილს დავაბრალე კგბ-ს აგენტად. თუ ეს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება, კი ბატონო. გამსახურდია დაარქვა ღირსების სასამართლო თორა. ზურაბ ჭავჭავაძე მეუბნება, არანაირი ღირსების სასამართლო. ეს იყო დისიდენტებს შორის საქმის გარჩევა. პუჩისტი იყო გამსახურდია და წერეთელი ირაკლი. მიტინგის გადატრიალება მოახდინეს, მითვისება მოახდინეს. თავიდან გამსახურდიას უნდა შემოსვლა და ყველა მოარი უთხრა. კგბ-ს დავალებას ასრულებს, რომ ასე მიიჩნევდა ჯანტურია წერეთელი ჭყეიძეს და ქურდიანი თუ ვინც იყო. ზვიად გამსახურდია აქცია პოლიტპატიმრად და პოლიტიკოსად. არ იყო პოლიტიკოსი იოსელიანი, ჯაბა. მერაბი არის დამნაშავე, ზვიად გამსახურდიას არ მიუჩინა თავისი ადგილი რაც ეკუთვნოდა. რა უნდა ექნა თქვენი აზრით? მოგესალმებით, ჩემი დღევანდელი სტუმარია ბატონი ზაქარია ლაშქარაშვილი. ბატონ ზაქარიას მეორე სახელითაც იცნობენ, ჯონი ლაშქარაშვილი საქართველოში, ამიტომ მე მის მეორე სახელსაც გამოვიყენებ ამ შემთხვევაში. ბატონი ზაქარია არის ქართველი დისიდენტი, პოლიტპატიმარი, ადამიანი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ მოძრაობაში, დღემდე აინტერესებს, დაინტერესებულია ამით და ზოგადად საკუთარ ინფორმაციასაც ხშირად აქვეყნებს ხოლმე საკუთარ YouTube გვერდზე. მე ბატონ ზაქარიასთან ბევრი სხვადასხვა საკითხი მაინტერესებს, მაგრამ პირველ რიგში მაინტერესებს ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის კონტექსტი. მაინტერესებს ის შიდა ურთიერთობები, რომლებიც ამ პერიოდში არსებობდა ეროვნულ მოძრაობაში. და მაინტერესებს ის ფაქტორი, რამაც მიგვიყვანა, თქვათ, ღირსების სასამართლომდე. ამ ვიდეო ფირამდე, რომელიც რაღაცნაირად ბატონ ზაქარიას ეძღვნება, მასზე მიდის კამათი ამ ღირსების სასამართლოზე, მაგრამ ჩემთვის უფრო ამ კამათის შინაარსზე უფრო მეტად, კონკრეტულ შინაარსზე უფრო მეტად საინტერესოა ის კონტექსტი, რამაც ზოგადად ასეთი კამათი გამოიწვია. ასევე მაინტერესებს თვითონ მსჯელობა ამ ფორმის შესახებ, ღირსების სასამართლოს შესახებ, რა ფორმა იყო ეს, რა ტიპის სასამართლო იყო ეს და რატო იყენებდა ეროვნული განმათავისუფლებელი მოძრაობა ამ ფორმას. მოგესალმებით, ბატონ ზაქარია. დიდი მადლობა იმისთვის, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე. გამარჯობა იმ ხალხსაც, ვინც მოისმენს ამ გადაცემას. მოგესალმებით. თქვენი ისტორია მაინტერესებს. როგორ იწყება თქვენი ისტორია, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკასთან და ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობასთან? რა არის ის, რაც გაწუხებთ იმ დროს, როდესაც ამ ნაბიჯს დგამთ კომუნისტურ საქართველოში? როგორია ეს საქართველო? კი, მაგას ძალიან მოკლედ შევეცდები, მოვყვი არაფერი ის არ არის. ძნელი, რადგან ვინც ამ საკითხზე მუშაობდა, ვინც ამ ეროვნულ საკითხებს გამოეკიდა, ყველა ერთი და იგივე თითქმის ბავშვობიდან, რა თქმა უნდა, იწყება ეს და როგორც სხვები, ისე მეც. თქვა სკოლის ასაკიდან მე უფრო მაგალითად ისტორია და გეოგრაფია დამაინტერესდა. ხო არის ბავშვები, ზოგს ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ზოგს სხვა რაღაცა და მე აი ეს ორი საგანი მაინდა-მაინც და როგორც რო უყურებდი და საქართველოს ვერ ხედავდი, ვეძებდი და ვერ პოულობდი, იმიტომ რომ საქართველოს ეს გეოგრაფიის თუ ისტორიის მასწავლებლებს რო შეკითხებოდი, მე ხსნიდნენ რომ ეს ასე მოხდა, ისე იყო. ცოტა რო გავიზარდე, მე გავიგე რომ აგერ ვარშავის ხელშეკრულება იყო,
მაგრამ ერთი ისე შედარება გავაკეთე, რომ საბჭოთა კავშირის ეს ყოფილი მოკავშირე რესპუბლიკები არ იყვნენ ცალკე ფერებად გამოყოფილი და ეს ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები ცალკე იყო. ნუ ვიფიქრე ახლა რომ საქართველოს როგორ შეიძლება გახდეს დამოუკიდებელი. ნუ ველაპარაკებოდი, კითხვებს უსვამდი ჩემზე უფროსებს, რა თქმა უნდა, მე რამდენი ახლა 15-16-ის ვიყავი, 17-ის აღარ მახსოვს როდის ვისა და ვის რა გამოუკითხე და კაცი შვილი ესე იგი არ იყო დარწმუნებული და კი არც ფიქრობდა რომ შეიძლება როდისმე საქართველოს გახდეს დამოუკიდებელი. ნუ აქედან დავიწყე ფიქრი. ნუ ახლა ჩემზე უფროსები არიან, ხო? ახლა დიდ თანამდებობის ადამიანებთან რა მქონდა კავშირი, მაგრამ ისტორიის მასწავლებელი, გეოგრაფიის მასწავლებელი, სხვა ახლო ვინც შეიძლებოდა ყოფილიყო, ყველა უარზე იყო, რომ ეს არასდროს აღარ მოხდება. საბჭოთა კავშირი აგერ ამერიკას კი არ მსოფლიოს აზანზარებს და ეს პატარა საქართველოს რას იზავს იმისთანაც და ამაზე დავიწყე ფიქრი მოკლედ. ნუ იმდენად წყალი გადამიწურეს უფროსმა თაობამ შეიძლება ვთქვა, რომ მერე დავიწყე ძიება რუკაზე, აი როგორც არის ხოლმე ბინების გადაცვლა რო ხდება. ნუ გამეგონა ხო ბინების გადაცვლიდან იქიდან, აქედან რაიონიდან ქალაქში, ქალაქიდან რაიონში, ან თვითონ ქალაქში რაიონიდან, ერთ რაიონიდან მეორეში და იქნებ მეთქი ვიღაცამ ქვეყანა გაგვიცვალოს მეთქი რომ ამ რუსებს მოშორდეთ მეთქი, ამ საბჭოთა კავშირს რაღაცნაირად შორს გადავიდეთ და დავცილდეთ. ვეძებდი ამ რუკაზე, რა ბავშვი ვიყავი 15-16 წლის ავსტრალიასთან ერთი კუნძული არის ტასმანიის. დაახლოებით საქართველოს ხელა იყო 68,000 კვადრატული კილომეტრია. იგივე ახლოს იქ ახალი ზელანდია არის და ორი კუნძულისგან და იქნება ერთ კუნძულზე გაგვიცვალონ ჩვენ 70 კვადრატული იყო საქართველოს. ან ფრანგებს ჰქონდათ ჩვენზე ნაკლებად პატარა ტერიტორია დაახლოებით 30,000 კვადრატული კილომეტრი, აი დღევანდელი სომხეთი რო არის, ან ევროპაში ალბანეთი, ან ბელგია, ახალ კალედონიაში იქნებ გაგვიცვალონ ფრანგებმა მეთქი, ან კანადაში ნიუფაუნდლენდი იყო და მე კაი ადგილზეა ხო საქართველოს ახლა ციტრუსი მოდის, ხილია, ის არის, მაგრამ აღარ დავეძებდი ახლა ის ნიუფაუნდლენდი ჩრდილოეთში არის. ალბათ ლეოქს ვერ მოვა. საქმეზე როდის იწყებთ გადასვლას, აი ფიქრებიდან და ოცნებებიდან, თქვათ, აი რას ნიშნავდა პირველი ნაბიჯის გადადგმა საბჭოთა დისიდენტობაში? ხო და აი აქედან წამოვედი, ესე იგი ვეძებდი და ნუ 18 წლისამ ავდექი და პარტია ჩამოაყალიბე. პარტია როგორ ჩამოაყალიბე, ვისაც არ უთხარი უარი მითხრეს. მერე ასე ვთქვათ, ჭკუა ვიხმარე და რამდენიმეს უთხარი რომ არის ასეთი პარტია, რომელსაც ქვია საქართველოს ეროვნული პარტია და ხალხი გაწევრიანებულია და შენ თუ გაწევრიანდები და ნუ სხვები თუ არიან მეც კიო და აი ამ შემთხვევაში დავითანხმე რამდენიმე კაცი 3-4 რომ მოაგროვე და 5 კაცი გავხდით, მერე უკვე აღარ მიხდებოდა ხო ის ტყუილის თქმა რომ უკვე იყო ასეთი რამე და შევიმუშავე რომ ნუ ახლა 17-18-ის რა ვიცი რამდენი წლის ვიყავი აღარ მახსოვს ხო და ფიცის ისე დავწერე რაღაცა ფიცის წერილი უნდა დაეწერათ პატარა ის ჩამოაყალიბე წესდება და ნუ რაღაც ასეთი რაღაცები მე ჯარში გამიწიეს და ჯარში გავნაგზე კიდე ქართველები იყვნენ ერთი 80 თუ 100 კაცი და რამდენიმე ალბათ 5 თუ 7 კაცი გავაწერიანი ამ საქართველოს ეროვნულ პარტიაში ნუ საქართველოში დაბრუნდი და გავნაგზე მე კიდე მაგრამ ხალხთან ურთიერთობა მაინდა-მაინც არ მიხდებოდა და ავდექი და მე ტაქსზე დავიწყე მუშაობა 20-30 კაცი მხდებოდა და ნუ ასე ანკესივით გადავაგდებდი ხოლმე რა თუ მეთერზე რომ ბადეს გადავაგდებ და რამდენი მოყვება ხო არ იცის და ზოგი აი ტაქსი მგზავრებიდან მოვნახე გავაწევრიანე მე
სამხედრო შეკრებაზე გამომიძახებდნენ და იქ მოვნახე რამდენიმე თვითონ ტაქსის გარაჟში. ხო და მე უკვე რო გაიზარდა ეს ციფრი და 100 გადასდა წარმოიდგინე. ხო და მე ვიფიქრე თუ ეს უკვე აღარ არის და საწევროები ქონდა დაწესებული. თვეში 10 მანეთი იყო. ხო და ჯგუფებად დავიყავით მე რომ ძნელი იყო შეკრება, მაშინ არ იყო დარბაზი და ქირავება და თან კიდე საიდუმლოდ ვიყავით არალეგალურად. ხო და მე ასეთი გეგმა შევიმუშავე მოკლედ რომ როგორ შეიძლება დაძრომოდით ქართველები საქართველოს როგორ შეიძლება გამხდარიყო დამოუკიდებელი რომ აი პოლიტიკურ რუკაზე ცალკე ფერით ყოფილიყო და ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნები მაგალითად ავიღე ნიმუშად რომლებსაც დიპლომატიური ურთიერთობაც ჰქონდათ სხვადასხვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან ოლიმპიურ ჩემპიონატებში, მსოფლიო ჩემპიონატებში, ევროპის თუ სადაც, აი ესე საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში შეიძლება იღებდნენ მონაწილეობა და საქართველოს ამ სტატუსით ყოფილიყო იგივე და უფრო თავისუფლება მეტი იყო, ესე იგი ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნებს შორის, თუ ისა პოლონეთში, ბულგარეთში, რუმინეთში თუ რა ვიცი, გინდა ჩეხოსლოვაკიაში და სხვაგან. ხო და აი ესეთი რამე მოვიფიქრე რომ გეგმა შევიმუშავე და მოიწონეს მაშინ ჩემი გეგმა თანაპარტიელებმა თუ მე გადავარქვით სახელი და დავარქვით საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ორგანიზაცია რადგან თან წესდება შევცვალეთ იმ პარტიის იმაში რომ სხვა პარტიის წევრს არ შეეძლო შემოსვლა, თქვათ კომუნისტური პარტიის წევრს და რატომაც იქ კომუნისტური პარტიის წევრიც ქართველია და იმის მოვალეობაც არის საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება რომ მოიპოვოთ და გინდა კონკავშირელი იყოს, შემოვიდეს იყოს ბატონო და სხვათა შორის მე სწორედ ეს რომ შეუცვალეთ სახელი მის მერე კომპარტიაში შევედი და კომპარტიის წევრი გავხდი. და მანამდე კიდე სამმაგი კონკავშირელი ვიყავი თუ 4 მაგი აღარ მახსოვს. სადაც გადავიწყებდი მუშაობას მეტყოდნენ კონკავშირელი ხარ არა მეთქი და მაშინვე მაწევრიანებდნენ, რაც მეკითხებოდნენ და კაკებეც ხრიკაზე რომ მოვიდა მე უკვე წამიყვანეს რა თქმა უნდა დაპატირეს გაუჩხრეკიათ და მე არც ვიცოდი 3 თუ 4 კონკავშირის ბილეთი უპოვიათ. ხო და გაუძიებელმა ხუმრობით თუ როგორ იყო რა იყო კოლექციას ადგენდიო იმეში კოლექციას აგროვებდიო კონკავშირის ბილეთებისო ხო ასე იყო რომ ესე იგი თავაზობდი გეგმა მქონდა ასეთი რომ საბჭოთა კავშირი მოკავშირე რესპუბლიკები თვით რუსეთიც გადავიდოდნენ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების სტატუსში გაერთიანება მოხდებოდა და პირობითად მე მაგალითად მაშინ ვარშავა იყო ქალაქი ვარშავა იყო აღებული ამ სტატუსის მაჩვენებელი მე პირობითად რა თქმა უნდა მისკის ხელშეკრულება დავარქვი ესე იგი რომ არც იქით არც აქეთ ევროპის საზღვარია ბელარუსია მინსკი რუსეთთან ახლოა იქ პოლონეთი და ასე შემდეგ და ხო და ასეთი ის უფრო მიმაჩნდა რომ რუსებისთვისაც მისაღები იქნებოდა რადგან რუსეთი არ იყო იმაზე რომ დამეჭირეს მე მაგალითად კაკებეს პოლკოვნიკი იყო ხან ვინ მოდიოდნენ ხოლმე და აინტერესებდა ჩვენთან საუბარი პოლიტპატიმრებთან როცა უკვე დაჭერილი ვიყავი და როგორ მიგაჩნდაო კაცო როგორ და რო ეთყოდი ხოლმე აი მანახე მეთქი რუკაზე მეთქი რუსეთი სადაა რასი პოვიდა ხო SSR ეწერა ხო და ეს არის მეთქი აი ესეთი გეგმა მაქვს მეთქი და ისე გაცვიფრებოდნენ ხოლმე ისე არ არის ცუდია შენო კაცო როგორ არის და სხვათა შორის იქ ზონაში რო ვიყავი და გინდაც რო გამოვედი და ეხლა რო არის ჯაბაასი და აი გამსახურდიესგან განსხვავებით მაგალითად ჩვენ ორგანიზაციაში და გინდაც მე წარმმართველად უფრო ლიდერი არის ჰელსინკის კავშირის ჟრიადი იყო და მე სეგო ეს აბრიაბიტურა არის და
მსმენელი რომ არ დაიბნეს, ეს ნიშნავს, გავშიფროთ საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელი ორგანიზაცია. ამის მერე შემოკლებით შეგვიძლია. ბატონ ზაქარია, ამ პერიოდში თქვენ და სხვა პოლიტიკურ აქტორებს შორის, დისიდენტებს შორის რა ტიპის ურთიერთობა არსებობს? აი, სანამ დაგიჭერენ. და ზოგადად აი ამ პერიოდში თქვენს დაჭერამდელი პერიოდი რო ავიღოთ, ეროვნული მოძრაობის დაინტერესებული და საქართველოს დამოუკიდებლად დაინტერესებული ხალხის შორის რა ურთიერთობები არსებობს, რა ურთიერთობები ყალიბდება და როგორ იცვლება ეს ურთიერთობები? ისა როგორც ასეთი ეროვნულ მოძრაობას მე არ დავარქმევდი ამას. ალბათ ეს არის პირობითი არის, იმიტომ რომ იყვნენ პიროვნებებისგან შემდგარი რაღაცა, 2-3 კაციანი ჯგუფები, რომლებიც, ამხანაგები იყვნენ, ზოგი თანამშრომლები თუ რაღაცა და არ იყო ასე ჩამოყალიბებული როგორც ორგანიზაცია. არ ერქვათ არაფერი. 78 წელში მაგალითად მე დავინახე ცოტა უფრო აქტიური ნაწილი, 14 აპრილის იმაზე, რა ქვია, აქციაზე რუსთაველზე. დავინახე ვიღაც თმაგაჩეჩილი გოგო ყირო და ისა და მეტი არაფერი. მე ტაქსზე მუშაობდი მე და ტაქსის ისა ვიღაცა მოუყარე ყური რომ უნივერსიტეტშიო რაღაც გაფიცვა არისო, კაკაკი ბაქრაძეა ვიღაცა ასეთიო და მას საჯარო ლექციები აუკრძალესო. მაშინვე ახლა ტაქსზე რომ მუშაობდი, ერთი დღე მუშაობდი და ერთი დღე ვისვენებდი და მეორე დღეს მივედი მაშინვე და გავარკვია რაში იყო საქმე და იქ გავიცანი თამრიკო ჩხეიძე. ვიცანი ის 14 აპრილს რუსთაველზე ვიწყვიროდა და ესა, სწორედ ეს გოგო იყო თმაგაჩეჩილი და ისეთი თმაგაჩეჩილი იყო, არ ქონდა დავარცხნელი მაშინაც. თმა. და გამოემცნაურე, გავიცანი, იმან მე თავისი ამხანაგები გამაცნო მარიკა ბაღდავაძე აცხონოს ღმერთმა გარდაიცვალა, ძალიან კაი ის იყო პატრიოტი გოგო და ნანა კაკაბაძე, რომელიც მე ხანსად იყო სადარა, ეგ უკვე სხვა საკითხია. ხო და თამრიკო ჩხეიძემ გამაცნო ზვიად გამსახურდია, რომელიც ახალი ჩამოსული იყო ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაჩუბეიდან, გადასახლებიდან. გადასახლებიდან იყო ჩამოსული, გამაცნო ჯერ, ძალიან ისე კონსპირაციულ ფარგლებში ხვდებოდით. ჩემთან იყო სახლში მოსული, რაღაც გეგმებზე ვილაპარაკეთ, რაღაც მომავალზე. ხო და ეს მე ტაქსზე მუშაობდი და ეს კარგად გამომდიოდა ეს კონსპირაცია, ასე ვთქვათ. მე მაშინ ასე ვფიქრობდი, მაგრამ შეიძლება ვწდებოდი. მივიდოდი ტაქსით, წინასწარ მქონდა დათქმული, სადმე შევხვდროდეთ რომელ საათზე, ჩაჯდებოდა ეს თამრიკო ჩხეიძე იქნებოდა თუ მე უკვე გაცნობილი გამსახურდია და წავიდოდი, მოძრაობდი და თან საუბრობდით. და ამ დროს ხდებოდა, ვთქვათ, ლიტერატურის გაცვლა, ან კიდე რაღაცა, ასე ვთქვათ და ასე. ლიტერატურის გაცვლა რა ეხლა? სანამ ზვიადი დაპატიმრებული იყო, მაგალითად ზვიადიზე ვავრცელებდით ჩვენ პროკლამაციებს, მერაბ კოსტავაზე, ნაზი შამანაურზე და რაც იყო, ესე იგი, მაშინ ხო და ზვიადი რო გამოვიდა, მე ზვიადთან სხვა საკითხი იყო კიდე, რაც მოიტანდა, ესე იგი, რაღაცა იყო, ხო, გასაკეთებელი, ერთად ვაკეთებდით. რა იყო მთავარი, რომ აი ეს პატარ-პატარა ჯგუფები, ახლა რაც ვახსენე, მე გავიგე როდისღაც, რა ვიცი, მე 78 წელში დაუარსებია, თქვათ, ვახტანგ ძაბირაძეს და ლევან ბერძენიშვილის რესპუბლიკური პარტია, მე შეუერთდნენ მას ლევან ბერძენიშვილის ძმა დათო ბერძენიშვილი, მე შონია და ასე შემდეგ, 5 კაცი ყოფილან დაუბეჭდიათ ერთი ჟურნალი, სამრეკლო ერქვა, 3 თუ 4 ეგზემპლიარი გაუცელებიათ და მე შეჩერებულა, ესე იგი, შეუჩერებიათ, აღარ გაუგზელებიათ, მაგრამ კაკებეს არ გამოპარვიეს, ალბათ ვიღაცამ ჩაუშვა და დაიჭირეს.
აი ეს პატარ-პატარა ჯგუფები იყო და ჩვენი ეს სეგო ფულს კრიფავდა, საწევროები ქონდა. და გამსახურდია მაგალითად რო იტყოდა რომ აი ეს არის რაღაცა გამოსაცემი ჟურნალი და ჩვენ ფული არ გვაქვს, ნუ მე ვაფინანსებდი მაგალითად. ხან 900 იმანეთი მივეცი, ხან 700 იმანეთი. ნუ როგორც მეტყოდა ესე იგი და და შეთანხმებული ვიყავით რომ აქედან თქვათ ზვიადი მეუბნებოდა რომ ერთი ცალიო ჯდებაო 10 იმანეთი. ერთი ჟურნალის გამოშვებაო. ნუ თქვათ მაგალითად საქართველო ან კიდე მოამბე თუ რაღაცებს უშვებდა და ისაკ მე კონტროლს ვერ უწესებდი, მაგრამ ეგ იყო სწორედ რომ ის რომ მეტყოდა რომ ნუ ის არის გამოსაცემი წიგნი, ერთი წიგნი ჯდება 10 იმანეთი, რომ მივცემდი თქვათ 1000 მანეთს, ვეუბნებოდი რომ ამ 500 მანეთში 50 წიგნი შენ მე მომეცი. და დანარჩენი შენი იყოს. ესე იგი ფაქტიურად უკვეთავდი მე იმას. რაც უნდა დაებეჭდა 2 მაქვს ვეუბნებოდი დაბეჭდა და თან ჩემი ფულით და ეხლა ის კიდე რა თმინდოდა ის 50 წიგნი რა ხო არ გავყიდიდი. იმას ვარიგებდით ჩვენი წევრების მეშვეობით, ნუ ნაცნობებთან თუ რაღაცა და ვიღაცა თუ დაინტერესდებოდა რომ კიდე წევრი შემოგვაწებიყო. ეგ იყო ჩვენი ესე იგი დაინტერესება მეტი არაფერი. რა ტიპის ლიტერატურა იყო ეს? ეხლა აღარ მახსოვს, ნუ ძირითადად გამსახურდია წერდა ისტორიულ რაღაცა ნუ საქართველოს რუსეთის რაღაცას და ძირითადად საბჭოთა კავშირში რომ ირღვეოდა ადამიანის უფლებები, რომ თქვათ საბჭოთა კავშირში რაღაცა ფეხსაცმელი ღირდა 30 თუ 35 იმანეთი და ამ ხელფასით, ნუ ხელფასი იყო თქვათ 100 იმანეთი თუ 120 იმანეთი, 150 და რამდენი ფეხსაცმელი შეეძლო საბჭოთა მოქალაქეს ეყიდა და ამერიკაში რა იყო ხელფასი და იმას მეტი შეეძლო, ნუ აი ესეთი რაღაცეებზე იყო თითქმის და ნუ უფრო ძირითადად დისიდენტური და მე ვეუბნებოდი რომ რაღაცა უფრო ეროვნული რომ გაურიო, მე უფრო ისა. ნუ ეს უკვე 93 წელი იყო და აღარ გაგრძელებულა მე დიდხანს და გადამაპატიმეს. ხო. აი ეს იყო თქვენ რაზე დაგაპატიმრეს და აი რო აგვიღწეროთ დაუშვათ როგორც საბჭოთა სისტემასთან თქვენი შეხება, პოლიტპატიმრის შეხება სისტემასთან. ჯერ ერთი გითხარით რომ საქართველოს დამოუკიდებლობა გვინდოდა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის გზით. ხო, ეს ერთი. მეორე, ნუ იმათ ჩათვალეს ანტისაბჭოთა ლიტერატურას, რასაც ჩვენ ვავრცელებდით. მაგალითად, ბიბლიოთეკაში კაცი ვერ მონახავდა ზაქარია ჭიჭინაძის ქართველი გრიგონიანები, ქართველი ლუთერანები. ზაქარია ჭიჭინაძის ოსების შესახებ იყო რაღაც სათაური აღარ მახსოვს. ოსების ჩამოსახლება საქართველოში გონიას იყო. გინდაც ილია ჭავჭავაძის ქვადაღაღადი არ იყო. ან კიდე საერთოდ ვერ ნახავდა კაცი ივანე ჯავახიშვილის საქართველოს საზღვრები. ხო და აი ამ წიგნებს რომ მოვიპოვებდით, მე ამას ეხლა უყურე შენ რა ძნელი იყო. სტამბაში ვერ მიქონდა რომ გვეშინოდა რომ ნებისმიერი იმას იზავდა რა, მაშინვე ჩაგვიშვებდა ასე ვთქვათ, ჟარგონზე რომ ვთქვათ, გავყიდიდა. ხო და მოვიფიქრე ასეთი რამე რომ ფოტო გადაგვეღო, ფოტოსურათებად. და მოვნახეთ, ხო, იმაში ვეძებე ფოტო ატელიებში. და რომ მივიდოდი ვინახა სომეხი გამოდგებოდა 1 2 3 ქართველი ვერ ვნახე ფოტო ატელიაში მომუშავე სულ სომხები. ხო და სომხისთვის რომ მიმეტანა ეხლა საქართველოს საზღვრები სადაც ჩრდილოეთ სომხეთი ბამბაკის ხეობის აქეთ ივანე ჯავახიშვილის თქმით საქართველო არის და დღევანდელი ესე იგი სომხეთის მესამედი ნაწილი 30%, ხო? იმას მაშინვე ან შეკრული იქნებოდა, ან დაურეკავდა, ან მაშინ მილიცია ვიცოდი, თუ ეხლა მე გავიგე კაკები, ხო და დააჭერნებდა ჩვენთანს რომ მივიდოდით, ხო და მე მოვნახე ერთი ქართველი, ხო და
იმას თხოვე და ის ბეჭდავდა და იმას უხდიდით რა თქმა უნდა. მე ვყიდულობდი ესე იგი იმისთვის ფოტოქაღალდებს დაახლოებით აი თაბახის ფურცელი როარი იმხელა ფორმატის. და წამლები იყო, რა იყო, ლენტი იყო, თუ რა იყო, ის თვითონ ყიდულობდა, უხდიდი ამას და ბეჭდავდა და დაბეჭდი სამუშაო ფულსაც უხდიდი. უფრო ძვირი ჯდებოდა, ვითრე რა თქმა უნდა, ის რა ქვია, ზვიადი რომ მეუბნებოდა 10 მანეთი ჯდებაო. კი, მაგრამ რაღაც შევეჭვდით მაშინ ვარჩიეთ რომ ეს დამოუკიდებლად გავაკეთებინა. აი ასე მას ავშრებოდით, რა ქვია, ვავრცელებდი და ეს ჩაგვითვალეს ჩვენ ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდაში. ნუ რა თქმა უნდა სხვა ისინი ქონდა პლაკატები ქონდა დამზადებული, რომ საბჭოთა კავშირი SSRK ესე იგი, ნუ გამოჭრილი ქონდა და მივადებდით იმას კედელზე. საღებავი იყო გაზით. იმას მიასხავდნენ, ხო და მოაცლიდი ამ კარტონს და რაც იყო ამოჭრილი ის დარჩებოდა, ხო? ხო და ადვილი გასაკეთებელი იყო, თან ღამე. ერთხელ ერთი აქცია ჩავატანეთ, თქვათ რომ ანტიეკლესიური პლაკატები იყიდებოდა სახელგამში. ხო და რამდენიმე ვიყიდე მე. გავუკვირდა იმას, გამყიდვას, რა თქინდა რაღაცა 3-4 ვიყიდე თუ რა და კონკავშირის მინდან ავარ მეთქი, რაიკომიდან მეთქი და მავალეს მეთქი. ხო და ესენი გავაკარით ეკლესიასთან. სიონის ეკლესიასთან დიდუბეში, სადაც მივედით, ესე იგი, ქაშუეთთან კიდე. ხო და რა შედეგი იქნებოდა, ეხლა გვაინტერესებდა. მეორე დღეს გავიდოდით, ღამე გავაკრაბდით, ხო? ხო და ნუ ერთი იყო ასეთი, რომ სიონის ეკლესიასთან პოლიციამ გამოიარა, პოლიცია მაშინ მილიცია იყო, ხო? მილიციამ გამოიარა და რას აკეთებთო და პლაკატებს ვაკრავთ მეთქი. რატო კონკავშირის რაიკომიდან დაგვავალეს მეთქი. ხო არ გინდა მოგვეხმარო მეთქი. არა, ბატონო, განაგზავნეთ და დაჭდნენ და წავიდნენ. ხო და გავაკარით ეს. ხო და გავიდოდით მე, გავიყოფდით ამ ეკლესიის ტერიტორიებს. ხო და ხალხი მიდიოდა და ამას ხევდა. და ქალები იწევლებოდნენ, კაცები იგინებოდნენ და ნუ იქ გამოელაპარაკებოდით, ჩამოუგდებდით ლაპარაკს, საბჭოთა კავშირი იქ ეს და თუ ცოტა უფრო გამბედავი და რაღაცა იყო და რამდენიმე ასე ჩვენ ორგანიზაციაშიც გავაწევრიანეთ, ასე ვთქვათ. ნუ ეს იყო ფაქტიურად პროვოკაცია მოუწყეთ, ესე იგი, ნუ კგბ-ს, ასე ვთქვათ. არ იყო კაი ის, მაგრამ რა უყოთ ახლა. აი ეს იყო ყველაფერი, რაც ანტისაბჭოთა აგიტაცია პროპაგანდად ჩათვალეს და საქართველოს 71 მუხლი იყო და საბჭოთა კავშირის, მგონი რუსეთის თუ რა იყო 71 მუხლი. მე მომცეს როგორც რა ვიცი მე ხელმძღვანელი თუ პროაქტიული წევრი 7 წელი, 5 წელი კაცრი რეჟიმის კოლონია, 2 გასახლება და ჩემს თანამოსაქმეებს გურამ გოგბაიძეს, აცხონოს ღმერთმა და ტარიელ ღვინიაშვილს, ჯალიმისცეს ღმერთმა 4 წელი მასაც. აი ესე ციხეში როგორ საბჭოთა ციხეში როგორ ეპყრობოდნენ პოლიტპატიმრებს? რა სპეციფიკა იყო სხვა პატიმრებისგან შედარებით? ეს ახლა ერთი რა იყო, რომ ამ 71 მუხლით ერთი მერაბ კოსტავა იყო ცნობილი, რომელმაც არ მოინანია და როგორც მე მოგვიანებით 87-88 წლებში საუბრობდით ხოლმე იქიდან ვიცი რომ და მე ჩემი გამოცდილებითაც 2 რომელმაც არ მოინანიეს უფრო მეტი რეპრესიები გადახვდა თავს ვიდრე იმათმა ვინც მოინანიეს. მე მაგალითად თბილისიდან სანამ მორდოვეთში ჩამიყვანეს 4 თვე მომამდობეს პერესილკებში. ყველაზე ცუდი ეგ არის პერესილკა. სულ სარდაფებში
პატარა რაღაც 20-25 კვადრატიული ის არის, სადაც ჰაერი ძალიან შეზღუდულია, -2, ესე იგი სარდაფის -2-ზე თუ 3-ზე არც ვიცი სად ჩავყავდი. და შკონკები იყო ორსართულიანი, ალბათ 70 კაცი მაინც იყო. თუ პატარა კამერაში ვიყავი, უნდა ყოფილიყო თქვა 4 კაცი და იყო 16. აი ასეთ იმაში ვიყავი 4 თვე და თუ არა და აგინდა ახლა ქნა. და რო ჩამიყვანეს ზონაში, მორდოვეთში, ცოტა ამოიცუნთქე, ესე იგი ზონაში მიყვანა იყო ჩემთვის თითქოს კურორტზე ჩამიყვანეს ამის მერე. თუ არა გზაში ადგილი რო არ იყო, ხან ბეტონზე მეძინა, მერე რასაჭმელი ჯერ პატიმრებს და რა ვიცი, სპეციალურად მოქონდათ ეს ავიოს ეძახდნენ. კუჩი რო შეიკრება კაცი და ან კარტოფილი რა ვიცი, ის განაკეთებდნენ და მატარებლის სტოლიპინით რო გადაყავდათ კიდე პური იყო რაღაცა სველი, შავი პური და თევზი. და მერე წყურვილი იცოდა და წყალს არ გაძლევდნენ. აი ისე იგი რო დაგეძინებოდა, რო დამძინებია, ასე მეგონა რომ აი რაღაც წყალს რო ეძებდი და რო იპოვი და დაეწაფები რა, აი წყაროსე თქვათ და გამოგეღვიძება და ტყუილია. ეს ყველაფერი და გული დაგწყდება. აი ეს არის. ხო და ზონაში კიდე რა, კბილები დამაძრეს კინაღამ სულ ყველა ანესთეზიის გარეშე. და მე ვერ ვიტყვი რომ მაწამეს მეთქი და მცემეს თუ რაღაცა ხელი არ დაუკარებიეთ. არც კაკებეში და არც მაში რა ქვია ზონაში. მაგრამ ანესთეზიის გარეშე კბილების ამოღება მით უმეტეს ძირი კბილების ახლა ვისაც გამოუცდია ვიტყვის რა ვიცი რა კატეგორიაში გადის, წამება არის, წვალება არის თუ რა არის. და ზონაში რა ახლა რაც სხვები იყვნენ, ხო, პატარა ზონა იყო, ეს მორდოვეთის დაახლოებით 70 კაცი იყო სულ. ზოგი კვდებოდა, ჩემ თვალწინ გაუსვენებიათ პატიმრები, მოხუცები. ეს მეორე მსოფლიო ომის დროს დამნაშავეები, ძირითადად ტერორისტები, თვითმფრინავის გატაცებაზე ვინც იჯდა, კიდევ იყო შპიონები, ჯაშუშები და სექტანტები, ერთი სექტანტი იყო მარტო 50-იანელი და იგი იყო. აი ეს კატეგორია იყო და პატარა ზონა იყო ძალიან. და ახლა შეზღუდული იყო, ვინც ეწეოდა ძალიან 15 იყო სულ თვეში ნებადართული და ძირითადად მახორკას ვეწეოდი, სხვა უფრო იაფიანი, ესე იგი ასტრა იყო, მაგრამ დიდი ფუფუნება იყო. ასტრის მოწევა ჩვენთვის არ ყოფნიდა ერთი თვე. ხო და მახორკაზე ვიყავით და აი ასე რა ვიცი. რო დაბრუნდით გადასახლებიდან თბილისში რა სიტუაცია ხდებათ? რა არის შეცვლილი? თბილისში რო დაბრუნდი, ყველა გარეთ იყვნენ, ბოლოს მე გამომიშვეს. ეს რომელი წელია დაახლოებით? 87 წელი, ივლისის თვე. ხო და მეორე დღესვე ამოვიდა თამრიკო ჩხეიძე და მერაბ კოსტავა იყო. კარგად მახსოვს. მის შემდეგ მეორე თუ მესამე დღე იყო მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია და მომცეს კოორდინატები. მე არ ვიცოდი თამრიკო ჩხეიძის სახლი და მერაბ კოსტავას სახლი. ჩხეიძე მიცოდა და ზვიად გამსახურდიან ჩემი სახლი. ისინი მოდიოდნენ, სანამ დამოპატიმრებდნენ. მე არ ვიცოდი. ზვიადის ვიცოდი, ერთხელ ვიყავი, მაგრამ მანენა არჩვაძემ იმისთანა დამართა, იმის მერე აღარც გამიხედია იქით. ხო და მერე გავიცანი სხვებიც, ვისაც არ ვიცნობდი. გიაჭანტურიას არ ვიცნობდი მაგალითად. და სად შემოხვედრე, სად შევხვდი რუსთაველზე ჩასახვევი როა, სასტუმრო იყო წინათ, რო დაანგრიეს ომის დროს. სახინგლე იყო პადუალში, სარდაფში. ალექსანდროვის კი არა, ეკლესიის გასწვრივ რა, გამოვისრო იყო.
ქაშვეთან. შევედით, მე ფული არ მქონდა, ხო დამპატიჟე სახლა და ვიღაცა მაღალი ბიჭი იყო და იმასთან მივიდა ეს ვინც იყო და აი ეს არისო ლაშქარაშვილიო. გამოქანდა შენახარო და დამავლო ხელი ამ ჭანტურიამ და ამიტაცა ჰაერში ფეხები მაღლა დარჩა მოკლედ. ხო და პატარა ჭიდაობის ილეთი ჩატარება მომიხდა რომ იზოლებული იყო დავეშვი ძირს. და ძალით დავდექი იატაკზე ესე იგი და. ესე გავიცანი ის. იმასთან ერთად სულ იყო ვანო ხოხუნაიშვილი მიწებებული იყო, რა ვიცი მე, წებუთი თუ როგორ იყო და მე ირაკლი წერეთელს არ ვიცნობდი და ის გავიცანი და იმასთან მიწებებული ბათიაშვილი და მოყვა ამას მე და მოყვა და მე ის გავიცანი ირინა სარიშვილი სხვასთან მაგალითად ეკლესიაში მივედი სანახავად კათოლიკურ ეკლესიაში კლარა ცეტკიძე არის ეს ეკლესია ეხლა არ ვიცი აღარ აქვს ალბათ კლარა ცეტკილი გადაარქვეს ტრამვაი რო დადიოდა მარინა ტერზიანი იყო ასეთი იყო ჯგუფი ანსამბლი იყო ასეთი ფანტომი სადაც გაწევრიანებული იყვნენ ყოფილი პოლიტპატიმრები ისევ ენრიკო თვალაძე და ძმები გუდავები ედუარდი და მეორე საერთო ედიკა და რაც არის ვიცი უცებ გამახსენდება მე და ამ ანსამბლში იყო ეს მარინა ტერზიანი და ირინა სარიშვილი და რო ჩამოვედი მე მინდოდა ეს ძმების გუდავების ნახვა ისინი პერმში იყვნენ და რო ჩავედი პერმში ხო რატო ჩავედი პერმში თბილისში ჩამოგვიყვანეს სადღაც თებერვალში 87 წლის თებერვალში და განცხადება დაწერეთო და გაგიშვებთო და მე არ დავწერე განცხადება მე არ ვინანიებ ჩემ იმას და არაფერი განცხადებას არ დავწერ და მართალი ვარ მეთქი და ასეთი და დამაბრუნეს უკან და 4 თვე მატარეს კიდე პერმა ამჯერად პერმში ანუ ჩემ პაძელიკმა გოგბაიძემ არ დაწერა განცხადება ასევე ზაბირაძემ ვახომ და სამივე დაგვაბრუნეს ესე მაგრამ ცალ-ცალკე რა თქმა უნდა და მე და ისა გოგბაიძე როსტოვამდე ერთად ვიყავით როსტოვის ციხეში დაგვაცილეს ერთმანეთს და მე გავიგე რომ გამაგვანთავისუფლეს ის ჩემ ბანაკში წაუყვანიათ მორდოვეთში და მე წამიყვანეს პერმის 37 ბანაკში სადაც მერაბ კოსტავა იყო და ავთოიმნაძე კიდე და იქ ვიყვებოდნენ მერაბ კოსტავას შესახებ და ცოტაოდენი რამე იქიდანაც ვიცი რომ ჩამოვედი მე გამათავისუფლეს მოუყევი ნილოვი ამას ყვებოდა ფედოროვი იმას ყვებოდა და რაღაცა რას ყვებოდნენ კოსტავაზე რა მოგიყვნენ მაშინ ვინ რა მოგიყვათ რა ვიცი ვის იყო რაღაც უცნაური კაცი იყო რა დისიდენტი იყო თუ ვის იყო რა ქვია მოძღვარიო ვერ გაიგებდიო ფილოსოფია უყვარდაო კიდეო და უშიშარი კაცი იყო კაპეზეში იმჯდარაო თუ რაღაცა და არ ერიდებოდა ესე იგი ეძებდა თითქმის რომ დანაშაული ჩაედინა თქვათ ყველგან ესე იყო რომ დღისით არ შეიძლებოდა საწოლზე დაჯდომა რო დაჯდებოდი იყო ვიღაცა იქ და მაშინვე მას ეძახდნენ სებეპეო სექცია внутреннего порядка და ვიღაცა გაიქცეოდა იმაში ადმინისტრაციაში ეთყოდა და მაშინვე გაგიშვებდნენ იმაში რა ქვია კაპეზეში ხო და ეს ადგებოდაო და კი ადაჯდებოდა სამოკოტრიალდებოდა იწო უცნაური კაცი იყო ძალიან ძირითადად დადებითი ის ჰქონდა მერაბის მაგრამ უცნაურობა მაინდა-მაინც როგორც დისიდენტი სერიოზულად ვერ აღიქვავდნენ ესე იგი ხუმრობათ აღიქვავდნენ მაგრამ რაღაც ძალით იმაშვებოდაო ესე იგი პროვოცირებას უხდენდაო და ძალით იჭდა ფაქტიურად თუ რა იმაში არ ეშინოდა ერთია მაგრამ ჯანმრთელობას ირყევდა ფაქტიურად არ იყო ეს მაინდა-მაინც
მე მაგალითად ვერ ვიტყვი რომ იმაში სიჯოში ვიჯდარ ვარ და ჩვენ რა არის დასაჯელი ის იყო კამერა არის ცალკე შენობა არის ხო და შეიყვანენ და იყავთ კაცი მატრასის გარეშე შკონკა არის ესე იგი გადმოსაშლელი არის ხო და დილას აკეცავ როგორც აი გაუბახჩი არის რა გაუბახჩიც ესე არის მე გაუბახჩი ყოფილიყო ბევრჯერ მაგრამ იქ არ მომიხდა ციხეში შკონკა რა იყო ვინც იყვნენ ისინი მომიყვნენ ესე იგი ხო და არ იყო მაინდა-მაინც სასურველი იმას აკეცავენ დილას და დაწოლის დროს 10 საათზე ჩამოუშვებენ და უნდა გეძინოს იმ გახრიკინებულ იმაზე ლეიბიზი არდებს და არაფერი და თან კიდე ცივა ხო გათბობას არ ჩაგირთავენ და ჯანმრთელობისთვის არ არის კაი და თავს უნდა გაფრთხილებიყო მე ასე ვფიქრობ და ის არ უფრთხილდებოდა თავს უნდა შეენახა თავი და კოსტავას ბევრჯერ მოუწია ამ ადგილას ყოფნა თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? ახლა კოსტავას პირველად 3 წელი მიცეს ეს როგორც მე 5 წელი ხო 3 წელი მიცეს კაცრი რეჟიმის კოლონია პერმში იყო სადაც მე 97 წელში მე მოხვდი ხო და მე გადასახლება ქონდა 2 წელი და გაასახლეს და იქ მე 2 წელი ჭუბი მოუხდა თუ რაღაც პროვოკაცია მოუწმეს მოკლედ და მე კი ვიცი რაც მოხდა და როგორ იყო მაგრამ მერაბი მომიყვა მაგრამ ეს ჩვენ შორის იყო და დარჩება ალბათ ხო და პროვოკაცია იყო ფაქტიურად ალბათ ხო და მე არის მაგის ბიოგრაფიაში ხო ტაშკენტში თუ სადღაც იმაში იმასაკნეს ციხეში გადაიყვანეს და 10 წელი მოუწია ჯდომა ალბათ იმას ვფიქრობ და ჩემ ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში ვიძახი რომ ეს პერესტროიკა და ეს რო არ მოსულიყო გარბაჩოვი ალბათ მეც მომიწევდა ასე 10 წელი კი არა მეტი ყოფნა ვინაც კოსტავას 10 წელი არაფერი არ არის მე ვიცნობდი ეგერ დამიამხანაგდა ერთი სომეხი დისიდენტი პარუი რაერიკიანი რომელიც 17 წელი იჯდა ასე პოლიტპატიმრების ბანაკებში გრიგორენკო იყო მორდოვეთის ბანაკში და ერთხელ ჩაიფიცი მოაწყვე ესე იგი ქეიფი ასე ვთქვათ ქეიფი იმას ნიშნავდა რომ ჩაის დადგავდა თავის კამფეტით კამფეტი იყო აი ბალიშა კამფეტები რო იყო პავედლოიანი ძალიან ის იყო ის ხო და მაშინ თქვა 25 წელი აღნიშნეთ ჩემი პოლიტბანაკებში ჯდომისაო უკრაინელი იყო 97-ში რო წამომიყვანეს იმიდან ზონიდან ჩემთან ერთად ამგზავრეს უკრაინელი დასავლეთ უკრაინიდან იყო ვასილი სტრიცივ ასეთი იყო ინგლისურის მასწავლებელი იყო პროფესიით და მოსკოვის ციხეში რო ვიყავით მაშინ თქვა რომ დღესო 26 წელი შემისრულდაო საერთო რაც ვიჯექიო რა აი ამდენი 25-27 თუ ამდენი 26 წელი იყვნენ ხალხი ნაჯდომი ამ პოლიტიკურ მუხლებით ხო და ქართველებიდან აგერ მერაბ კოსტავას მოუწია ყველაზე მეტი სტაჟი მაგას ქონდა თორა აქ საქართველოში თქვენი დაბრუნების შემდეგ უკვე ძალიან სწრაფად ვითარდება მოვლენები რა დაპირისპირებები არსებობს ისეთი ქართულ ეროვნულ მოძრაობაში ესე რომ ვთქვათ რომ ფაქტობრივად მე ეს თავს გამოავლენს ღირსების სასამართლოზე ფაქტობრივად ეს ჩანს მაგრამ აი ამას რაც ჩვენ ღირსების სასამართლოზე ვნახეთ აქამდე როგორ მივედით რა უნდა ამ ხალხს ესეთი განსხვავებული რომ ამდენად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს თითქოს ყველა ეროვნული მოძრაობის და საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრე ხალხი როდის იწყება ეს მაგალითად ის რომ თქვენ არა ზვიადის მხარეს ამ თვალსაზრისით მეორე მხარეს ჭავჭავაძის მხარეს აღმოჩნდებით აი თვითონ ეს ანატომია მაინტერესებს ამ კონფლიქტების ეროვნული მოძრაობის შიგნით 87 წელი რო გამოვედი უკვე ესენი ცოტა
აზერზე მოსულები იყვნენ ერთმანეთი გაცნობილი ყავდა და მეც მომიხდა გაცნობას ყველას. მე წამოვაყენე მაშინვე გამსახურდიას უთხარი, კოსტავას უთხარი, რომ შენ 10 წელი გაქვს ნაჯდომი ძო და ხალხი მეტი გიცნობს. გინდა ზვიაც ახლა მამამისიდან კონსტანტინე გამსახურდიადან მეტი იცნობდა ვიდრე მე ხო და თქვენ მეთქი, აგერ რაღაც პერესტროიკა, რაღაცა იქნება, დაიშალოს ეს საბჭოთა კავშირი და რაღაცა მასაუქნათ მეთქი, რა ქვია, ბედი გვეწიოს. და მაგალითი მომყავდა, რომ 1917 წელს პეტროგრადიდან ვიღაცამ ტელეგრამა გამოაგზავნა, რომ მამა მოკვდა და შეატყობინეთ ნათესავებს. და ორი ხო და თავრობაძე ეწერა მისამართზე, თავრობაძეს უგზავნიდა. და ორი დღე ატარესო ვინ არის და მე მიხვდნენ რომ თავრობაძე მთავრობა არის. და რა ხდება, ესე იგი მამა კვდება, ესე იგი ვინა მამა არის მთავრობა რუსეთის და ნუ მეფე თუ რაღაცა და მე მიხვდნენ. ხო და აი ეს არ დაგვემართოს მეთქი რომ როგორც ამას ეძახიან დეპეშით მიღებული თავისუფლება. ხო და ასე დეპეშით მიღებული თავისუფლება 3 წელი გაძლო მეთქი და მე ეგ ხო დაინახე რაც მოხდა და ისევ საბჭოთა კავშირში აღმოჩნდით 70 წელი აგერავართ ბატონო და მოდი მეთქი რაღაცა შევიმუშაოთ და მაქვს გაკეთებული არის ცნობა აგერ სანქტ-პოლიტ-პატიმარი ვართ მერაბ კოსტავა ის არის და მოდი მეთქი რომელიმე ჩაუდექით სათავეში მეთქი თქვენ ნაცნობი უფრო გიცნობენ ხალხი რამე და ზვიად გამსახურდია მოარი თქვა არა ეგა საშიში არის ასეო ვინც მან ჩავეწერებით ყველას დაგვიჭერენ მერაბი მითხრა დამაცადეო კაცო ჯერ ეხლა გამოედი თუ ხედავ არ ცოტა მაკეიფია რაღაცაო ამომასუნთქეო ხო და მერეო ნახოთო ნუ კაი ბატონო ყველა მოარი თქო ჭანტურიას უთხარი წერეთელს უთხარი ვინც იყვნენ ახლომახლო ვისაც ხედავდი ყველა მოარი თქო არა ჯერ არ შეიძლება მაგი ნუ ასე თუ ისე ბოლოს სადღაც დეკემბერი იყო 11 დეკემბერში და მითხრესო 11 დეკემბერს რომელიღაც მისამართი მითხრეს მარჯანიშვილის მეტროსთან რაღაცას ჭავჭავაძის საზოგადოებას ვაარსებთო და მოდი და დაესწარი. ნუ კი ბატონო მეთქი და მივედი ახლა მეც ამ მისამართზე. ნახე ოთახში ბევრი ხალხი შეკრებილი, ყველა ნაცნობი ფაქტიურად. ხო და ნუ ჭანტურია იყო გამოსვლელი და იქ გავარკვიე, რომ ინიციატორები იყვნენ გიორგი ჭანტურია და გურამ მამულია. და რა მოკლედ რომ თქვა, ესე იგი დაარსეს ილია ჭავჭავაძის საზოგადოება. აერჩიეს გამგეობის წევრები მე მითხრეს შეგიყვანთო და უარი უთხარი კატეგორიული უარი უთხარი მე უთხარი რომ მე საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ორგანიზაციაში ვარ და არ ვაპირებ ამ ორგანიზაციის დაშლას საქართველოს დამოუკიდებლობაზე უარს არ ვიძახი და თქვენ თან კიდე არაპოლიტიკური ორგანიზაცია ხართ თქვენ ახართ ნუ საზოგადოებრივ საწყისებზე მაშინ ეძახდნენ არაფორმალებს მიუხედავად ამისა ჭანტურიას მაინც ჩაუწერი ვარ და მომცეს მერე საწევრო ბილეთი მომცეს ჭავჭავაძის საზოგადოების ნომერი 20 კარგად მახსოვს. ხო და ნუ რომ მომცეს ეს რამდენიმე დღის მერე თამლიკო ჩხეიძეს მიუტანი და მივეცი მე უთხარი უარი მეთქი და არა ვარ თქვენი საზოგადოების წევრი მეთქი. საზოგადოების წევრი არ ვიყავ, მაგრამ ამ საზოგადოების გამგეობის ყველა კრებას ვარ დასწრებული. ყველა კრებას ვესწრებოდი. მეძახდნენ. ხო და ვიღაცა მერე რა ვიცი ვინ იყო აღარ მახსოვს, მიშა ქურდიანი იყო მგონია, თუ ციალა არ დაშელია. კაცო, ესაო გამგეობის წევრი არ არისო და რატო ესწრებაო ჩვენ იმებს. ხო და მერაბ კოსტავმა უთხრა, ესაო რამკიანი პოლიტპატიმარიაო. ეხუმრა ახლა. ხო და იმის მერე ხმა აღარ ამოუღიათ. ესე იგი მერაბ კოსტავამ დამასწრო როგორც რამკიანი პოლიტპატიმარი, აბატონო. ხო და
თავიდან გამსახურდიას უნდა და შემოსვლა და ყველა მოარი უთხრა. წერეთელმა ჭანტურიამ ხო და მე ვეუბნებოდი რომ მოდი მეთქი მიიღეთ ეს ჯობია ახლო გვერდში გყავდეთ მეთქი ვიდრე შორიდან ტალახს გესროდეს. რა არგუმენტით ეუბნებოდნენ უარს, რა არგუმენტით აურუნდოდათ? ხო არა, ახლა ჭანტურია ესე იგი, უცენზურო სიტყვებით აგინებდა. წერეთელი ცოტა თავს იკავებდა, მაგრამ ჩათლახს და გოთვერანს მაინც იძახდა. ეს ყველაფერს იკადრულობდა ჭანტურია. სხვებიც არ აკლებდნენ. რა არის რომ ეს რომელი პერიოდია? ეს არის ღირსების სასამართლომდე, ხო? კი, ეს არის უკვე 87-ში 11 დეკემბერი იყო თუ 13 არა 11 იყო მგონია რო დაარსდა ჭავჭავაძის საზოგადოება, აგერ მე უკვე 88 წელი მოვიდა, ეს იქნება 88 წელი უკვე. მაგრამ ისე არის რომ ღირსების სასამართლოზე ზვიად გამსახურდია ჭანტურია ერთ მხარეს არიან. და ეს ამ პერიოდში ეს როგორ ხდება ეს ტრანსფორმირება? ხო და მანქანდე მივალ ახლა, სწორედ რომ დაუკავშირო მაგას. უფრო ადვილი იქნება გაგება. ხო. და მე ვუთხარდი, ერთი მერაბ კოსტავა იყო, კიო გავაწევრიანოთ. ერთი გამგეობის წევრი არ კმაოდა. ყველა უარზე იყო გამსახურდიასე. ეხლა აღარ მახსოვს დეტალებში რა სიმაშვებოდა. პროვოკაციას არქმევდნენ და კაკებეს დავალებას ასრულებს. ასე მიიჩნევდა ჭანტურია, წერეთელი, ჩხეიძეს და ქურდიანი და ვინც იყვნენ მოკლედ. ერთი ზომიერი კაცი იყო კოპალიანი. ხო და მე ეს ვუთხარი რომ ჯობია ახლოს იყოს 10 კაცი რო ეტყვის რომ ზვიად ასე ჯობია და ასე არ არის და რო დაუმტკიცო მაინც და თუ არა და მაინც დაფიქრდება ჯობია ასე მეთქი. ხო და არა და გავიდა ისა რამდენიმე ხანი ისა ჟურნალის გამოცემა დაიწყეს. გამოვიდა ერთი ნომერი მეორე და ამ დროს წარმოიფნა პრობლემა რომ ისეთი მასალა გაუშვა გიორგი ჭანტურიამ რედაქტორად დაინიშნა, თვითონ დაინიშნა თავი მან ინიციატორი გიორგი იყო და გამგეობის თანხმობით გიორგი გახდა ჟურნალის რედაქტორი. ხო და არ მოეწონათ ეს რომ ერთი მასში ეს გაიპარა, მეორეში გაიპარა და მოდით უთხრეს ერთ-ერთ გამგეობის კრებაზე რომ გიორგი ჭანტური აღარ იყოს რედაქტორი ჟურნალის და გამგეობა მართოს ეს გადავწყვიტოთ კოლექტიურად. რა დაიბეჭდოს და რა არ დაიბეჭდოს. ჭანტურია ეს რამ გამოიწვია? თუ არ გინდათო მაშინ სულ გავალ მე საზოგადოებიდან. და ვტოვებ საზოგადოებას და წავიდა. და წავიდა სად? მივიდა გამსახურდიასთან. იმის არ იყოს, ჩემი მტრის მტერი, ჩემი მეგობარია, იცოდა რომ გამსახურდია ამათ წინაშე ის იყო დაპირისპირებული და მივიდა პირდაპირ გამსახურდიასთან. ხო და ერთი დღეც არის მე მერაბთან ვიყავი, მე და მერაბი რაღაცაზე ვლაპარაკობდით, რაღაცა უნდა დაგეგმა და ვლაპარაკობთ ამ გეგმაზე უცებ აქშოტინებული და წამაჩეჩილი და გაუფლიანებული შემოვარდა ეს თავრიკო ჩხეიძე. გაიგეთ რა ხდებაო, რა ხდებაო, უთხარით ხო შევეკითხეთ და ეხლა უსმენდიო მე რადიო თავისუფლებასო და გადმოსცესო რომ ესაო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გამგეობამ რეორგანიზაცია მოახდინაო და უღირსი ნაწილიო გარიცხა გამგეობიდანო. და ხელს აწერენო და ჩამოთვალა წერეთელიო, კოსტავაო თუ რა ვიცი ვინ იყო, ჯანელიძე იყო, თემური და ჭანტურიაო და ასე. არაო კაცო, რასა და წერეთელმა უარყვეს ინფორმაცია, მერაბმა არაფერიო ასეთი არ გამიგიაო და ტყუილი ესე იგი. ეს და ზვიადმა მოიგონაო და ზვიადმა, ესე იგი ზვიადმა გადაცა იმას ქონდა ეს კოორდინატორები რადიო თავისუფლების და აწვდიდა ხოლმე თავის რაღაც მასალაა დავარქვათ ინფორმაციას. და ეს ინფორმაცია მიაწოდა და იმათაც გადმოსცეს. იმათ არ შეამოწმეს, რა თქმა უნდა. ხო და აქედან დაიწყო ამათ შორის დაპირისპირება. ჭანტური აღმოჩნდა გამსახურდიას ნავში და აქეთ მეორე მხარეს ესენი
ეს მერაბ კოსტავას რა პოზიცია უჭირავს ამ შემთხვევაში? ბატონო კოსტავას რა პოზიცია უჭირავს ამ დროს? მე გუნა მეთქვა ეხლა სწორედ ხო და მერაბი რა იმაშია ეხლა ერთხელ მერაბის სახლში ვარ კიდე და რამდენიმე კაცი ვართ და მივიტანე და ისა ორი სკამი დავდგი კედელთან ხო და უთხარი მერაბ მოდი დაჯექი მეთქი აი აქ დაჯექი მეთქი რომ ყველა შენ გიყურებდეთ მე და შენ ყველას გიყურებდე რომ რაო დაკითხვას მიწყობ ბიჭო ნუ იცოდა ხოლმე რაღაც ასე ხუმრობით თუ რაღაცა ხო და ხო აი მიდი დაჯექი მეთქი და მე გეტყვი მეთქი და მივიდა და დაჯდა ერთ სკამზე დაჯდა რა თქმა უნდა ხო რა ერთ სკამზე რატო დაჯექი მეთქი მე რა აბა ორზე ხوار დავჯდებიო ხო და ეგრე იქცევი მეთქი კაცო უნდა იცოდე მეთქი ან ის იმათ დაერქვეს ახლა მეთქი ილია მართლის საზოგადოება ხალხი დაიბნა მეთქი ესენი წედრი თავ ჟურნალში და ხალხი დაიბნა ილია მართალი არის ჭავჭავაძე და ილია ჭავჭავაძე არის ხო ნუ ილია ჭავჭავაძე ხო და როგორ არის მეთქი ახლა ეს ვიღაცამ რო დაარსოს მეთქი დავით აღმაშენებლის საზოგადოება და იმ მეორემ კიდე 2-3 კაცი გამოეყოს და დავით მეოთხის საზოგადოება დაარსოს იქნება მეთქი ნორმალური არ იქნებაო ხო და აბა რა არის მეთქი ახლა ან იქით უნდა იყო ანაკეთ ეს იძახის რომ მეო მომრიგებლური ის მექნებაო ეგრე არ არის მეთქი როგორ შეიძლება მეთქი ან ღმერთისკენ უნდა იყო ან ეშმაკისკენ მეთქი ღმერთსა და ეშმაკს ვერ მოარიგებ მეთქი ბოროტსა და კეთილს მეთქი არჩიე მეთქი ვინ არის მართალი ვინ არის მტყუარი როგორ შეიძლება მეთქი ხო ხო და თუ შერიგება გინდა მტყუარმა უნდა თქვას რომ მტყუი ვარ ბოდიშ ვიხდი და შერიგდებიან და მორჩა დამთავრდა მეთქი შენ თუ არ უთხარი ისინი თვითონ არ აღიარებენ მეთქი ნუ გასაგებიაო და გავითვალისწინებო რა ვიცი მითხრა მაშინ აი ეს პოზიცია ეკავა და აი ესე რა ვიცი მე და ბევრ რამეში შეცდა მერაბი და მე არ ვიცი ახლა შეცდომას ვეძახი, მაგრამ შეიძლება დანაშაულიც იყოს. იმიტომ რომ გასაგებია რომ ბავშვობის სკოლიდან მოდიან ამხანაგები არიან, ხო? ხო და მე შევატყე მერაბს რომ კონსტანტინე გამსახურდიას დიდი გავლენის ქვეშ იყო. კი, ამხელა წერალი იყო თუ რა იყო თუ როგორ იყო? ხო და რო შეხვედრია, ულაპარაკია, ხელი ჩამოურთმევია, შეიძლება სახლში მიდიოდა იმასთან, ნუ კოლხურ კოშკს ვეძახიან. ხო და რაღაცნაირად, ნუ, რა ვიცი, როგორ ვთქვა, სიმპათიით იყო იმდენად, რომ რა ვიცი, მე ვერ გამოდიოდა იმ რა ქვია მაგას. ვერ ძებნი სიტყვას. ხო და ამის გამო ზვიადთან იყო მიკერებული. ერთხელ მარტო დავიმარტო ხელავე მერაბი და იყო ასეთი განხეთქილება და ურთიერთ დაპირისპირება ამ ჭავჭავაძის საზოგადოებასა და ნუ სანამ გია წავიდოდა და სანამ კიდე ისა ირაკლი წერეთელი რაღაც პარტიას ჩამოაყალიბდა და კიდე ის ირაკლი შენგელაია ხო და ნუ ფაქტიურად სანამ დაიშლებოდა რა ეს ჭავჭავაძის საზოგადოება და მარტინ მომრავლება და მერე სხვადასხვა პარტიები იქით ირაკლი შენგელაია, წერეთელი და რა ქვია ქურდიანი და ასე შემდეგ. თავის პარტიებს არ ჩამოაყალიბებდნენ. მაშინ იყო ასეთი რამე, რომ დაპირისპირება იყო და მერაბს უჩიოდნენ. ზვიადმა როგორც ეთყობა დაწერა ტექსტი რომ მე და მერაბი მოვილაპარაკეთო რომ მე უნდა გამოსულიყავიო თავისუფლებაზეო და მერაბი დარჩენილიყო ციხეშიო და ამიტომ მერაბმა არ მოინანიაო და მე მოვინანიო. ხო და ეს იყო მოკლედ ნუ საკამათო თემა. ვის და ვის შორის? ნუ საერთოდ ზვიადს არ უჯერებდნენ და ზვიადს ეუბნებოდნენ რომ შენ დაწერილია და მერაბს მოაწერინე და მერაბმა ნუ რა ქნას ახლა მეგობარია თუ რა არის და უარი ვერ უთხრა და ხელი მოუწერა. მაგრამ ზვიადი იძახდა რომ არა ეს დაწერა მერაბმა და მე არაფერ შუაში არ ვარ. და ეს მაშინ ახლა დღევანდებს ქართველებს აზრზე არ არიან იმ საბჭოთა კავშირისა მაშინ სხვა სიტუაცია იყო.
ამ დისიდენტურ წრეებში და გინდა საბჭოთა კავშირში ამ სხვადასხვა რესპუბლიკებს შორის გამსახურდიას არსად არ იღებდნენ. მაგალითად მე პატიჟობდნენ ამ რაღაც დისიდენტურ შეკრებებზე. დისიდენტური რა 200-300 კაცი იკრიბება და უკვე პერესტროიკის დროს ვიძახე მე. ხო და ფული არ მქონდა მე. რო გამოვედი, ესე იგი ციხიდან, რაც დაჭერამდე მქონდა ტანისამოსი და ფეხსაცმელი, იმითი დავდიოდი, სანამ აი არ მაიძულეს და არ გაუმაგდეს უცხოეთში. სამუშაო არ მომცეს. და იმას მემუქრებოდნენ, რომ შეიძლება მოკლათ კიდევ და. ხო და ვინ გემუქრებოდა? ვინა და აგერ ისა რა ქვია, არ ვიცი, იმდენი ჯერ მაქვს ნათქვამი, ეხლა წეღარ თქვი თუ არა და იყო ასეთი გოგია სვანიშვილი. ეგ იყო ჩვენი ბრალდებელი კაკების მხრიდან, როდესაც ჩვენ გაგვასამართლეს, თუ არ ვცდები მოსამართლე გერსამია იყო, რომელიც ასამართლებდა აი ამ სწორედ პოლიტიკური მუხლით აი ეს რესპუბლიკური პარტია მაგან გაასამართლა ის თვითფრინავის ბიჭები და ასე შემდეგ და ის გოგია სვანიშვილი მეძახდა ხოლმე გავმოძახებით ვიყავი რო განთავისუფლდი იმის მერე უკვე 97 წელში რო თავი დაანებეო კაცო ამ იმასო პოლიტიკასო მიხედე შვილო ცხოვრებაო წინა გაქვსო ცოლი მოიყვანე შვილებიო ოჯახი მოაწყეო დაგეხმარებით უკაცო რა გეპოლიტიკებაო და აგერო დაასახელეო სადაც გინდაო ტაქსებში რომ მუშაობდიო ხო იმი დირექტორად დაგნიშნავთ რა გინდაო აი სადგე გინდაო სადაც ფაბრიკის დირექტორათო ქარხნის დირექტორათო ნებისმიერიო არ ვიცი მეთქი მე განათლება არ არის განათლება არაფერ შუაში არ არის კაცო შენი იქნებიო და ხელს მოაწედა ისაო და გერქმევა ეს და ხელფას აიღებ და მილიონერი გახდებიო აძალა გადგეო დაანები ამათ და შენ აბუნტებ კიდე ამათ ხო ხედავ ისაო კარგად იქცევიან და შენი ძახი ერთი მარტო საქართველოს დამოუკიდებლობას შეეგო და რამე და ესენიო ხმას არ იღებენო თან ეგერ ჩამოაყალიბეს ჩავჭავეთ საზოგადოება და არ არის პოლიტიკური რეგისტრაციაში თხოვდნენ რომ როგორც არა პოლიტიკურ ანუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ხო და ნუ ვარი უთხარი მე და ნუ პირობები იყო რომ შენო მეტროთი დადიხარ შვილო ხან ღამე მიდიხარ მეტრო აღარ მუშაობს ფეხი დადიხარ ვიღაცა არ მოკლასო და ჩვენო არ შემოგვაწერო მე იტყვიანო მაგეო გამსახურდია კოსტავა და იზენიო კაკები მოკლავ ნუ მიმანიშნავ შეიძლება მოკლათო ხო სხვანა უნდა იფიქრო ახლა და ანაო და წადიო კაცო თავი დაგვანები საზღვარგარეთ აგერო ხალხიო ხო წავიდნენ და შენ წადიო რა აგერ ძმები გუდავები წავიდნენ გაუშვითო ნუ იფიქრეო და მითხარიო ან დამირეკი არც შეგინდა უმოსვლაო კაი მეთქი და ნუ მოიფიქრებ მეთქი და სანამ ეხლა მოიფიქრებ და მე მოსკოვში წავედი და კონსულტაციაზე და ამერიკის საელჩოშიც ვიყავი საფრანგეთის საელჩოში და უთხარი 100 არის მეთქი და კიო არ არის პრობლემაო რაღაცა უნდა მიმართვის რაღაცა პატარა შემოსებინეს ხელი მომაწერინეს და დაელოდეო ნუ პირველი საფრანგეთის საელჩომ გამომიგზავნა ეს წერილი გამომიგზავნა და დავრეკე მე გავიდა 2 კვირა 3 კვირა თუ რაღაცა და ის რომ მითხარით მეთქი რომ ერთ კვირაში გამოაგზავნით თუ რაღაცა და მე უკეო გამოგიგზავნით არა არ მოსულა ნუ ალბათ კაკები პერეხვატი გააკეთაო თუ რაღაცა რუსულად ლაპარაკობდა ის რა ქვია პიერ რაღაცა ერქვა ხო და კაი მეთქი მე ჩამოვალ მეთქი მოსკოვში მეთქი მოვალ თქვენთან საელჩოში და ხელზე მომეცით ჯობია მეთქი კიო მასე ჯობიაო თუ რამდენიცაც არ გამოაგზავნითო და არ მოაშენამდეო და რა ვქნოთ ჩვენ ჩავედი მოსკოვში გამოვართვი ეს ნებართვა საფრანგეთში წასვლის ჩამოვიტანე მივიტანე მაშინ ერქვა ოვირი ეს იყო ყოფილი ლენის მოედანზე ხო და ნუ მივიტანე ნუ დაელოდეო და მოდი რაღაცა ამდენიმე დღეში რომ მივედი და
საფრანგეთშიო ვერ წახვალ შენო ისრაელში გაგზავნიანო. რა ქვია გაგზავნიან მეთქი. ჩვენი ის არ არისო რა ქვიაო. მოსკოვის კაკებემ გადაწყვიტაო. მე არა ვარ თანახმადმეთქი, მე საფრანგეთის მოწვევა აქვს მეთქი და საფრანგეთში უნდა წავიდე, ეგრე გიდევს მეთქიце საფრანგეთის საკონსულოს ის არის მეთქი. ხო, წამოვედი ასე. და მეორე დღეს პლაკატები გავაკეთე თუ რაღაცა და რამდენიმე კაცი სულ თამრიკო ჩხეიძე იყო მახსოვს, მერაბ კოსტავა იყო, ზურაბ ჭავჭავაძე იყო, მარინა ტერზიანი იყო, ერთი სომეხი გოგო, წეღან მე მგონია ვახსენე, სარიშვილის დაქალი. ხო და მე მგონი ირინე სარიშვილიც იყო, აღარ მახსოვს. და 2-3 კაცი. ხო და იმ მოვირის წინ ლენის მოედანზე დავდექი. ხო და გამოვიდა ერთი არჩემაშვილი იყო გვარი მახსოვს. ხო და დამიძახა მოდი შემოდიაო ახლა და შემიყვანა და ამიხსნეს. რა ვქნაო? კი ბატონო, მართალი ხარ ყველაფერიო, მაგრამ მოსკოვიდან არის ისა ბრძანებაო, კაგებეს ბრძანება არისო. განახო? მე არა მაქვს, კაგებესა აქვს აგერ. წადიო და თუ გინდა შეეკითხეო. ჩვენ იქიდან დაგვირეკესო, კაგებიდან არის ისა და რამე და მოდიო იცი რა არისო. ეგ არაფერი არა, ყველა დისიდენტი ასე მიდის, შენ არ ახარ გამონაკლისიო. ეგ არის რომ შენ მოქალაქეობას ჩამოგართმევთ, პასპორტი ჩააბარე თუ აქვს. 500 მანეთს გადაიხდი ჩაბარებაშიო. ხო და წახვალ მოსკოვშიო, ბილეთს აიღებო მოსკოვი ვენა. ვენაში ჩახვალო და მე იქიდან გინდა ისრაელში წადი და გინდა ვაშინგტონში წადიო, არავინ აღარ გიშლისო. აი ეს არის. ეხლა რაც გინდა ისაკენიო, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართ. კაი მეთქი და ხვალმოვალ მეთქი თუ ზე გამოვედი მე ვინც იყვნენ და 100 არის მეთქი და არ ვქნა მეთქი მირჩიეთ მეთქი. ერთი კაცი კაია და ორი თავი უკეთესიო თუ როგორღაც არის და იქ გადაილაპარაკეს ერთმანეთში და მართალიაო ახლა თუ არ შეუძლიათ შენი ეს საკითხის გადაწყვეტა და იმა უკვე გადაწყვეტილია მოსკოვს ვერ მოერევითო და ადექი და წადი ამ გზითო. ხო და დავთანხმდი მოკლედ და ასე ჩავაბარებინეს მივიტანე პასპორტი 500 მანეთი გადამახდევინეს რა არის ეს 500 მანეთი ესე იგი პასპორტს მართმევენ მოქალაქეობიდან გავდივარ იმის როდესაც მე გადავკეთავ საბჭოთა კავშირის საზღვარს ჰაერით ხმელით თუ ზღვით მოქალაქეობიდან გამოვდივარ და ვხდები საბჭოთა კავშირის მტერი და უკან დაბრუნების გარეშე, რა თქმა უნდა. ხო და ასე იმასაკელი რა, ასე მომიწია ისრაელის ვიზით, პატარა ის ქაღალდი იყო დასაკეცი, როგორც აი პასპორტის ხელა და ეწერა ვიზა ვიზრაელ. შენახული მაქვს არ ვიცი სად არის ჩაკარგული, ხო და აი ესე მომიწია მე წასვლა, კითხვა იყო, აღარ მახსოვს. თუმცა თქვენი ისტორია ამით არ მთავრდება და თქვენ რომ საფრანგეთში ხართ, ამის შემდეგ ვითარდება ის ამბები. არა, საფრანგეთამდე, ხო, რატო იმას ავქენი ეს? ხო და აი ეს მომენტი იყო რა, რომ ჩემი წასვლა და ხო და მერაბ კოსტავაზე ვლაპარაკობდი, გადაუხვიე მე სალაპარაკოს. ხო და მერაბ კოსტავას ვეუბნები რომ აი ესია ლაპარაკი მეთქი რომ შენ დაგიწერია ეს წერილი ხო შენ და ზვიადი შეხვდით და მოილაპარაკეთ აბა მეთქი აი მე და შენ ვართ მარტო ეხლა მეთქი თამრიკო რო იყოს ეხლა ატეხავს ცივილ-კივილს და არ გვინდა მეთქი ხო კიო არ გვინდა არც სხვამ გაიგოს მეთქი მე და შენ ვართ მეთქი ისე ვიყავით ესე იგი რომ მე ვიყავი თითქმის მერაბის მესაიდუმლე რა და ისიც ჩემ მესაიდუმლე რო რამეს მეტყოდი უნდა შეენახა და ისიც რომ მეტყოდა უნდა შემენახა ესე იგი საიდუმლო ასე ვთქვათ ხო და აი როდის მოილაპარაკეთ მეთქი ეხლა ეს მონანიება და არ მონანიება სხვებმა არიციან აი მაგარი ზიადისტები არიან ან კიდე პოლიტიკაში რო ერევიან და ყველაფერს ყველა რა შეძახიან ყველაფერ ჩიკებიო თუ რაღაცას ხო და
ეს მონანიება თუ არ მონანიება საბრალდებო დასკვნა მთავრდება იქ იწერება. თუ არა განაჩენში აღარ წერია. განაჩენში ასამართლებენ და მეტი არაფერი. ხო და ვეუბნები შეგახვედრეს სანამ საბრალდებო დასკვნა დაიწერა და გადმოგცეს. არაო. აბა როგორ სად შეხვდი კაცო? არ შეუხვედრებთ. ვარიანტი არ იყო. ეგე მე მაგალითად ზვიადი რომ შევხვდი და გავიცანი და ჩემთან მოდიოდა სახლში ხო ფიქრობ რომ კონსპირაციულად, მაგრამ მე მგონი არ იყო ეს კონსპირაცია დღეს ვფიქრობ. ხო და არასდროს არ უთქვია რა ხდებოდა რო დაიჭირეს ციხეში, იმაში, ამაში და ეს მომიყვა რომ მე და მერაბი მოვილაპარაკეთ რო ვიჯექით მე უნდა გამოსულიყავი და ის დარჩენილი იყო. ახლა დავიჯერე ხო რა არის ახლა მაგაში დაუჯერებელი. ხო და კგბ-ში რომ მოვხვდი მე ზუსტად ის გზა გამატარეს, სადაც მერაბი და ის ზვიადი დაყავდათ. ეს არის კგბ-ს იზოლატორი. იზოლატორიდან წაგიყვანონ დაკითხვაზე და დაკითხვიდან უნდა მოგიყვანონ უკან და ორი გზა, ერთი გზა და მეორე გზა არის აბანოში ჩაგიყვანენ და მოჩა და ტუალეტში იყო, იქვე იყო, კორიდორში იყო ის ტუალეტიც. სხვაგან ვერ გაგაყოფინებენ წყვის, ვერ გაყოფ, ესე იგი წყვის და ვერაფერს ვერ გაიგებ. ხო და როგორ ანაირად მეთქი. ის კი არა, ხალხმა ალბათ არ იცის დაკითხვიდან რომ მოყავდათ ხალხი და ან დაკითხვაზე მიყავდათ, შეიძლება რომ შეხვედროდნენ ერთმანეთს. და მქონდა ამ კგბ-ს იმას მოწყობილი სამსახურს ისე რომ ერთმანეთი რო არ შეხვედრებინათ ორი, პატიმარი არ იქნება, ესე იგი გამოძიებაში მყოფი პირები რო არ შეხვედროდნენ ერთმანეთს. თან ერთმანეთთან კავშირი რო არ აქვთ. სტაკანს ეძახდნენ. და ამ სტაკანში შეყავდათ. პატარა ის იყო ესე ყუთივით, კარებით. იმ კარებს გააღებდნენ, შეუშვებდნენ, დაკეტავდნენ. ხო და გამოატარებდნენ და უშტენდნენ და ხან იმ დიდი რაღაც გასაღებები ეჭირათ და იმას აჯახუნებდნენ იმაზე, რკინაზე, მოაჯირებზე. და ასე პაროლებით და იმითი რომ გაატარებდნენ, მერე გამოიყვანდნენ და ჩაიყვანდნენ და ასე. ესე იგი, მერაბი და ზვიადი იქ ვერ შეხვდებოდა. ზვიადი კი არა, მერაბს ის არ შეხვდებოდა, სხვა კრიმინალზე რო ყავდა დაჭერილი, იმასაც კი ვერ შეხვდებოდა. ტუალეტშიც რო გაყავდათ, იგივე იყო. და იმაზე გასეირნების მაშინ რაღაც სასეირნოთ რო ჩაყავდათ ცალკე კამერები. ვერ შეხვდებოდნენ ვერანაირად. ხო და თქვა რომ თხოვაო, ზვიადმაო. ესე იგი, როდის თხოვა, რო გამოვიდა. იმიდან მერაბი რო ჩამოიყვანეს ქსანში ყოლიათ. ქსანის რაღაც კოლონიაში და იქიდან გამოვიდა მაშინვე ეტაკა ეს ისა მაშინვე და თხოვაო რომ აი ესეთი რამეა უნდა ხელი მომიწერეო. და მერაბის რა უნდა იქნა ახალი ციხიდან გამოსულია ეგერ კაცი გადაეხვია, გადაკოცნა, ჩაეხუტა ამდენი ხანი შენზე ლაპარაკობდი, აი რაღაცა წაიყვანა უცებ აკეიფა თუ რა ვიცი მე ღილო უყვარდა მერაბის და ხელი მოაწერია. თრალმა მოაწერა, ფხიზელმა ეხლა ეგ აღარ ვიცი. მაგრამ ხელი მოაწერა. და ეს გაავრცელა მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ზვიადმა რომ აი ეს მე რომ არ ჩემი არ გჯეროდათ, აგე მერაბ კოსტავა წერს ამას და ხელს აწერს. და ფოტოასლები გააკეთა და რა. აი ეს იყო. ხო და აი ღირსების სასამართლოზე რო გადავიდეთ, აი ეს კონტექსტი რომ მომიყვეთ. რაზე იკრიბება ღირსების სასამართლო და რატო არის ეს ისეთი აქტუალური თემა, რომ ამის გამო ზვიადი თქვა თქვენზე, ანუ ადამიანებს სვენილებს რომ მოუყვეთ რაზეა საუბარი. საქმე ირჩევა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ზვიადის აქვს ნათქვამი, რომ თქვენ ხართ შეკრული კგბ-სთან. ესეთი ინფორმაცია ვრცელდება და ზვიად გამსახურდია ცილის წამების გამო ითხოვს პასუხს, რატო დამწამეთ ცილი, მე ხომ ესეთი რაღაც არ მithქვამს. აი ეს გამსახურდები დაგვიდნენ რომ წარმოადგენენ რაღაც დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც იხსნება, რომ მე ზაქარია ლაშქარაშვილს დავაბრალე კგბ-ს აგენტად. თუ ეს დოკუმენტი წარმოდგენილი იქნება, თუმცა დამაჯერებელი
ხასიათი ექნება. კი ბატონო. როდის მიეკეთეთ არის საზოგადოება გამგეობა არის ლაშქარაშვილის მასწავლებელი თქვენ მე ლაშქარაშვილი როცა ციხეში იჯდა ის კაცი ციხეში რო იჯდა ვინ პატრონობდა იმას ვინ ერშოს ვინ პატრონობდა ამოიღე ხმაროთ გახარ მანდა ვინ პატრონობდა თქვენ ციხეში როგორ პატრონობდა ვინ აგზავნიდა თქვენზე მასალებს საზღვარგარეთ ვინ აქცევდა მთელ სოფლიოს ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ეს მე არა ხომ შენთვის დაცნობი არ არის არა ანუ ყოველ შემთხვევაში თქვენ გადაგზავნეთ ეს ჩემთვის დაცნობი არ არის და ლაშქარაშვილმა არ იცოდა ეს არა რა თქვენ გაგზავნეთ არ იცოდა აი მანამდე რა ხდება ფიზიკურად აი ეს ვიცი თვითონ ამ გადაცემიდან მე ასევე მოსმენელი მაქვს თქვენ საუბრები ბატონ ზურაბ ჭავჭავაძესთან ამიტომ მისი პოზიციიდან დანახული ამბავიც ასე თუ ისე ვიცი მაგრამ აი თქვენი თვალით რა ხდება იმ პერიოდში როგორ ხდება ეს ამბავი და როგორ მზადდება ღირსების სასამართლო იქ არის მანანა არჩვაძე გამსახურდიას როლიც როგორც ჩემთვის არის ცნობილი ამ სასამართლოდან მე სანამ წავიდოდი, ამ როგორ არ თქვა, კულისებში რაც ხდებოდა ვიცოდი, ხო? ხალხი აზრი არ იყო, რა არის, როგორ არის და ამ კულისებში ტრიალებდი და ზეპირად ვიცოდი, იქით ხარეს რა ხდებოდა, აქეთ ხარეს და ასე თუ ისე მე აღმოჩნდი ჭავჭავაძის საზოგადოების ხარეს უფრო, ამითი მხარე დავიჭირე ხო და გამსახურდიასთანაც არ მიჭუბია. ხო და ბოლოს მაგალითად გამსახურდიამ შიმშილი გამოაცხადა პატიაშვილთან უნდა შეხვედრა. და პატიაშვილმა უარი უთხრა. ხო და ვინც მხარი დაუჭირეთ, ბევრი არ ვიყავით მაშინ. მახსოვს ეხლა იგი ჭანტურია იყო, წერეთელი, პატიაშვილი, მე, გუსტავა და ერთი იყო მერაბი რაგვარი იყო აღარ ვერ ვიხსენებ რუსთაველზე ცხოვრობდა ხო და ბევრი არ ვიყავით ხო და მაშინ მითხრა ზვიადმა რომ შენო საფრანგეთში მალე წახვალო ეხლაო და მოდიო ჩვენ წარმომადგენელი იყავიო ხო კი მეთქი ზვიად მეთქი რა თქმა უნდა მეთქი აგერ მეთქი ჭავჭავაძის საზოგადოება მითხრა მეთქი ჩვენი წარმომადგენელი იყავი და რამ გაყო მეთქი კაცო ილია ჭავჭავაძე და ილია მართალი ორივე ესი ვიქნები მეთქი ხო და მაშინვე უცებ არაო ეგრე არაო კაიო მაშინ რახან დათანხმდიო იმათი იყავიო და ასეო ეს იყო ესე იგი და რო უთხარი ესე იგი ეს მოუყევი და ზურაბ ჭავჭავაძე მითხრა შენ მაგარი პოლიტიკოსი ხარ რა შენგან პოლიტიკოსი არ გამოაო ასე ბიჭო რომელი პოლიტიკოსი იქცევაო უნდა დათანხმებულიყავი კაცო თორე იცი რას იზავს სანამ შენ პარიზში ჩახვალო გადაცემსო ისაო როგორც აგერ ყველას მეძახისო კგბ-ს აგენტიო და იქ გადაცემსო კგბ-ს აგენტიო როგორ იზავს მაგას მეთქი კაცო ასე მეთქი გადამეხვია მეთქი კაცი და ჩამეხუტა და გზაბედნიერი და ერთი ამბავი და წარმატება და რამე მისულა მეთქი და კაიო ნახოთ ახლა კი ბატონო ხო და როგორც კი ჩამოვედი პარიზში კიდევ ხვდა მართლე ეს ამიხდა სიტყვები რა დაგხვდათ რაც ზურაბ ჭავჭავაძე მითხრა რო ჩამოვედი პარიზში ქართველებთან აღმოჩნდი მაშინვე ხო და ერთმა თქვა მეორემ თქვა რომ ზვიას დაურეკია და გააფრთხილა ესე იგი ემიგრაცია რომ ეს კგბ-სგან გამოგზავნილია ლაშქარაშვილი და უნდა ემიგრაცია დაშალოს და კიდე რა ვიცი რა არის და როგორ არის იმდენად ესე იგი დაირხა ეს ხმა ემიგრაციაში ჯერ ემიგრაცია რა არის სულ 500 კაცი იყო დაახლოებით ისინი ყველა უკვე მოხუცებულები ხო და ერთი მაგალითი მოინდა მოვიყვანო იყო არცეთი ერთი ქართული რესტორანი და იქ წამიყვანა ერთმა ალიო შაბაშიძე იყო ასეთი მე მეგობრებოდა და დაახლოებით 15-20 კაცი ზის გრძელი მაგიდა წარმოიდგინე და ვიღაცამ თქვა რომ ამ კაცეო კაცო როგორ თქვა იმ გამსახურდიამ ვითომ ახლა გამსახურდია დაადანაშაულა და გაკიცხა
მაგრამ ყველას გააგებინა. ნუ ესაო კგბ-სგან არის გამოვიდა ფრთხილად იყავით. ყველას გააგებინა ეს. ნუ მე მითხრეს ახლა თქვათ ზვიად გამსახურდია მე არ ვიცნობდი ხო არ ვიცოდი თურმე იცნობდა სალომე ზურაბიშვილის ძმას ოთარ ზურაბიშვილს. თურმე კავშირი ქონია ჟურნალ გუშაგის რედაქტორთან გიორგი წერეთელთან პარიზში მცხოვრებ რა თქმა უნდა. კიდე ვიღაცეებთან რა. და ვისთანაც ქონია კონტაქტი. მე ცოტა ხნით მერე მიშა ქავთარაძემ წამიყვანა თავისთან და იმან მითხრა აგერო გოგიტიძემ დამირიკაო კაცო და ასე მითხრაო. იმ გამსახურდიას დაურეკიაო. ეხლა რა ხდება რომ იმან იცის, ამან იცის, იმას დაურეკა, ამას დაურეკა და არც გიორგი წერეთელი, არც ისა რა ქვია, შალვა თაყაიშვილი, არც გიორგი წერეთელი ვისაც ესე იგი გამსახურდიამ უთხრა თუ ელაპარაკა თუ როგორ იყო, ის მოწმეთ არ დაგიდგება, ხო? ვერ დამიდგებოდა. და ყველა ვიცოდა ესე იგი. მერე ისეთი სახელი გამიკეთა ამან რომ გერმანიიდან ჩამოვიდა სპეციალურად ჩემი სანახავად რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის დირექტორი გულნარა ურატაძე. ხოდა შემხვდა სწორედ იმაში უთრა ვიღაცას და მომიყვანეს იქ ქართულ რესტორანში. თუ არა მე არც რესტორნის ფული მქონდა და მე მიყვანდნენ გზაც არ ვიცოდი და მე როგორ ჯერ მელაპარაკა და რო გავიცანით მე თქვა მე მითხრა კაცო წარმოვიდგენიაო რომ ეს კგბ-ს აგენტი უნდა ყოფილიყო 2 მეტრიანი უზარმაზარი ზორბა და რა ვიცი მე და მოვედიო და გაძვალტყავებულიო ძლივს რო დადისო ფარფატი გააქო ესეთი კაცი დამხვდაო კაცო. ხოდა ნუ მე გავიცანით ვილაპარაკეთ თუ რაღაცა იყო დავახლოვდით და რადიო თავისუფლებაში გამიკეთა პატარა ის რა ქვია ადგილი ისა ინგლისურად მეწერა ფრილანს მისი ხელფასის ფურცლებზე. ეს ხელშეკრულებით გამაფორმა და ყოველ წელს უნდა ხელშეკრულება გამეგზელებინა. როცა შტატში მაგალითად პარიზის ბიუროში ჯანრიკაშია მუშაობდა და ხელფასი ჰქონდა 23,000-24,000 ფრანკი. მე ხანასე და ბოლოს გავიგე როცა უმუშევრობის ის დამენიშნა ქონია საშუალოდ 4,400 ფრანკი. ანუ რაც საფრანგეთში პარიზში ვიყავი და ამ პოლიტიკაში ვიყავი ჩარეული 4,400 ფრანკი ცხოვრობდი ნახევარი რა თქმა უნდა ბინას მიქონდა და ნახევარს საქართველოში ვაგზავნიდი და ერთხელ ზურა ჭავჭავაძე დამირეკა და რას აკეთებოდა სპაგეტს ავჭამეთქი მე სპაგეტი საჭმელად წახვედიო კაცო აბა მეთქი რა ვქნა მეთქი არც მან დამქონდა ეს სპაგეტი და აქ ხემაინც მაქვს მეთქი და იაფად გამოდივარ და არაო კაცო ხუმრობ ნუ ახლა ხუმრობა მოდიოდა ჩვენში. იცით რა მაინტერესებს ბატონ ზაქარია? ხო, ეს იყო სწორედ მიზეზი რომ მე ასე ვფიქრობ რომ გადამეხვია ისა გადამკოცნა თუ რა იყო აღარ მახსოვს მაგის კოცნა არ მახსოვს მაგრამ ხელი ჩაუმართვა და გადამეხვია და მე რა კოსტავას გვერდით და აბა შენიცი და ასე და რამე და ყველამ გამაცილა აეროპორტში და არ მოვიდნენ სწორედ გამსახურდია კოსტავა იყო რა თქმა უნდა გამსახურდია გიაჭანტურია ირაკლი წერეთელი და დანარჩენები სულ ყველა იყო თვითფრინავს ხო არ მოაწვევოდა ახლა რა თქინოდა ბევრი ხალხი მაგრამ უბრალოდ პატივისცემა გამოავლინეს ამ ხალხმა ნუ ბოლოს ვიც დავიმახსოვრე ესენი საერთოდ არ მოვიდნენ უკვე თავიდანვე ჰქონდათ ტრობა ჩადებული გულში გარდა გამსახურდიაზე არ მინდა მარტო გამსახურდია იყოს ისა
უკვე საფრანგეთში ვიყავი, საერთო საცხოვრებელში ვიყავი, ტოლვილების საერთო საცხოვრებელში. და იმას დაუკავშირდი მე. ხო არა, ზურა ჭავჭავაძეს ველაპარაკე და იმან მითხრა, პიერ ლეფორმა დამირეკაო, ის იყო კონსული საფრანგეთის საკონსულოში, მოსკოვში. და აღშფოთებული იყო ძალიან. და დაურეკეო, დაურეკე მაშინ. მე ველაპარაკე, რუსულად ლაპარაკობდა, რა თქმა უნდა, მე ფრანგული არ ვიცოდი. ხო და მომიხდა, ესე იგი ბოდიშების მოხდა ჭანტურიასთვის. ჭანტურიას უთქვია, რომ ეგაო, რო გამოაგზავნესო, კაგებემ გააგზავნაო საფრანგეთშიო, შპიონი იქნებაო, ასეო, ისეო. ხო და მე გავაცანი ეს საერთოდ დისიდენტები ამ საფრანგეთის საელჩოს. მე ჩამოვიყვანე თბილისში. მე გავაცანი ერთ პირდაპირ ვალაპარაკე და ხო და მე უთხარი ახლა მეთქი იქ მეთქი დაპირისპირება არის მეთქი რამე მეთქი კიო გასაგებია ეს ყველაფერიო თორა გამსახურდია რა თქვაო ჭანტურია რა თქვაო ესო ჩვენთვის არაფერი არ არისო დაწყნარდი შენო ჩვენ მაგათზე უკეთესი ინფორმაცია გვაქვს და ინფორმირებულები ვართ თვითონ კაკებესგან შენზე მეტი პატიოსანი კაცი საქართველოში არავინ არ არის ვიცოდეო და არინერულო მაგაზეო მადლობა მოუხადე და ამავე დროს ბოდიში მეთქი რომ მე გაგაცანი ეს ჭანტურია და ეს გამსახურდია და რა ვქნა მეთქი და არაო შენი ეცადეო და ახლა ეგ არაფერია ესე იგი მარტო გამსახურდია არ იყო ჭანტურიაც და იმას თუ მიაქცევთ ყურადღებას ჭანტურიას ძმაკაცი გიორგაძე მამუკა ძალიან აქტიურობდა და ძალიან უზრდელობს იმიტომ რომ იმან იცოდა ჭანტურია რო იყო მოსკოვში თუ დაურეკა ახლა რა ვიცი მე და რა ელაპარაკა იმ პიერ ლეფორტს და სხვათა შორის პიერ ლეფორტს ახსენებს იმაზე რა ქვია ღირსების სასამართლოზე ის რა ქვია გიორგი ჭანტურია ხო და ეს არის ესე იგი გამსახურდია იმის მერე რაც ჟურნალში დაბეჭდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ გამსახურდიას შესახებ მერე თვითონ მოითხოვა და დაარქვა ღირსების სასამართლო. რა დაწერა ჭავჭავაძის საზოგადოებამ გამსახურდიაზე? ხო, ეხლა აბა რა ვიცი როგორ გითხრა და მე ბლოგი მაქვს ჩემს Facebook მასე კედელზე არის დამაგრებული პოსტი და იქ არის ჩემი ბლოგი და იმ ბლოგში არის ზოგიერთი იმ დროინდელი ფოტოასლები რაც დაწერეს გამსახურდიას შესახებ. ხო. ის რუსეთის კაცი იყო? თუ რას ზოგადად გამსახურდიას რა შედებდა? იცით, მე ვერ ვიტყვი. რუსეთის იყო თუ ამერიკის იყო თუ ვისი იყო. ჯერ ერთი რომ მე მგონი რომ რა ვიცი ვისი იყო თვითონ ვერ გაიგო ალბათ დაიბნა საცხალე ჟიადი ჰელსინკის კავშირი ჩამოყალიბდა მის მერე რაც ჰელსინკში შედგა საერთაშორისო შეკრება ქვეყნების პრეზიდენტების და ადამიანის უფლებების კალათს ეძახდნენ მაშინ აი მაგ სფეროში ხელი მოეწერა და ბრეჟნევმა მოაწერა ხელი და აიღო ვალდებულება ადამიანის მთავრობით. ის რა ქვია სოროსი, ჟორჟ სოროსი და კიდე ვინ არის? მილიარდერი როა ვიღაცა რა ქვია იმას. მაგათ არ ვიცნობ საერთოდ სულ ყველას. ხო და მაგით ხელშეწყობით დაარსდა აი ჰელსინკის კავშირის ტიპის საზოგადოებები. აი პოლონეთში რო იყო თქვათ ისა გლასნოსტი არა სოლიდარნოსი. ან თქვათ რუსეთში გამოდიოდა დისიდენტური გაზეთი მე. ან ხო და აი გამსახურდია პირდაპირ დაარქვა ჰელსინკის კავშირი, იყო მოლდოვეთში, იყო უკრაინაში და ასე შემდეგ. ფაქტიურად ესე იგი როტშილდის დაფინანსებული ბჟეზინსკი და იმის ხელმძღვანელობით და წახალისებით
და მაშინ არც ბჟეზინსკი ვიცოდი, არც ისა საერთოდ მასონები რა იყვნენ არ გამეგო სიმართლე უნდა ვაღიარო. მე გავიგე ეს უკვე. ხო და გამსახურდი ამ საქმეში იყო ჩარეული, ესე იგი ხდებოდა იმ რა ქვია ამერიკელ ჟურნალისტებს არის ხო სასამართლო ისა კადრები არის. მე მიდევს ჩემს კედელზე, Facebook კედელზე როგორ ლაპარაკობს და მაგას ჟარგონზე ჩაშობას ეძახიან. მე მაინტერესებდა ღირსების სასამართლოს კონტექსტი. რატომ არსებობს ეს დაპირისპირება და რა დაპირისპირებას ვხედავთ ამ სასამართლო პროცესზე ჩვენ გარდა იმისა, რაც უშუალოდ თქვენ საქმეს ეხება? გამსახურდია მოითხოვა ღირსების სასამართლო. მან დაარქვა ღირსების სასამართლო, თორე ის არის ვიდეო ჩემი სატელეფონო საუბარია ზურაბ ჭავჭავაძესთან. ზურაბ ჭავჭავაძე მეუბნება არანაირი ღირსების სასამართლო, რა სასამართლოა კაცო. ეს იყო საქმის გარჩევაო რა, უბრალოდ თქვა დავარქვათ დისიდენტებს შორის საქმის გარჩევა. ერთმა კაცმა მაინც საფრანგეთში ცხოვრებმა უნდა მოიწეროს წერილი, ეს უნდა იყოს მისი წერილი. ზვიადის განცხადებაში რა წერია? მე არ მაინტერესებს. მე მოწმე მინდა ობიექტური რა შენი კუდებია. რა წერია? იმის საფუძველზე მოვიწვიეთ ჩვენა. და იმის და წერია მოწმე და არა შენი მეგობრები. ის არა მოწმე. განცხადების მოწმენა ჩვენ 100%, 200%. საერთოდ კაცო საერთოდ დაგავიწყდეს და გიჟების ადგილი არ არის ჩაიმაში და მაშინ რა სასამართლო ის სასამართლო. ეს არის ზვიად გამსახურდიას დარქმეული ეს ღირსების სასამართლო. რატო არის ზვიად გამსახურდია და ჭანტურია ასე გაბრაზებული ამ სასამართლოზე? მხოლოდ ის არის მიზეზი რომ მათ წილს წამებენ თითქოს თქვენზე რაღაც ცუდი გაავრცელეს თუ რამე ქვეტექსტი ახალყავს კიდე ამას ამ გაბრაზებას? ეგ არის სწორედ დიახ ეგ არის იმიტომ ვთქვი რომ მარტო გამსახურდია არისო რომელმაც ეგერ დაურეკა ოთარ ზურაბიშვილს, გიორგი წერეთელს, შალვა თაყაიშვილს და კიდევ ის დაურეკა არ ვიცი. მე მოვნახე ისა სურათები ეგერ, არის ხო ეგერ Facebook-ის ინტერნეტში შალვა თაყაიშვილი გადაღებული ზვიადთან და მენარჩვაძესთან. იმან რა ქვია ოთარაშვილია თუ რა ქვია ოთარ ზურაბიშვილი მასთან რა ქვია ზვიადთან და რა ვიცი რამდენი ის არის და ხო და იგი იმიტომ ვთქვი რომ მარტო ზვიადს არ აქვს ეს იგივე ქონდა გაკეთებული ჭანტურიას რა თქმა უნდა ჩემს წინააღმდეგ რომ მე კიდე იმიტომ ჩემს წინააღმდეგ რა პიროვნული კი არის ეს იმიტომ რომ მე ჭავჭავაძის საზოგადოების წარმომადგენლად დამასახელეს და მე დავწავხდი ხო და იმითი ხო და რო ჩამოვედი მე რო შემეკითხებოდნენ ხო არ ვეთყოდი ტყუილს ან კიდე ხო არ ვეთყოდი დუმილის იმას ვირჩევ რა ქვია უფლებას ვირჩევ თუ რაღაცა რო შეგეკითხებია სიმართლე უნდა უთხრა და ტყუილს მე არ ვიწვი და იცოდა იმ ზვიადმა რომ მე ტყუილს არ ვიტყოდი როგორც არ იყო და ეს არის. ეგ იყო მიზეზი, უფრო აგრესიულები რატო იყვნენ ის ზვიადი და ეს გია ჭანტურია და მამუკა გიორგაძე მიცოდა იმის გია ჭანტურიას დოსტი იყო, რომ იმასაც ეს ნათქვამი ქონდა და იმიტომ მეწოდა კუდი, ასე ვთქვათ, მაგრამ ზვიად მასალე, ჩვენ გვაინტერესებს დოკუმენტი, სადაც საიდანაც კისდება, რომ მე დავაბრუნე გადასცა და ლაშქარიშვილმა რა დაწერა ბესუ ფეხებში ეს თუ არაფერი კაცო ლაშქარიშვილის წერილი არაა დოკუმენტი დოკუმენტი გჭირდება სადაც ზვიადის კისდება რომ ზვიადი გადასცა ინფორმაცია რომ ლაშქარიშვილი არის სულის აგენტი და მას არ დაეხმარა და ვის გადავეცია ეს პირობებამ და დაასახელეს მე მოგვიანებით როდესაც გია ჭანტურია დაუპირისპირდა იმას ზვიად გამსახურდიას ის იყო ჩამოსული აქ სადღაც რომელი წელი იყო ქართულმა ემიგრაცია მოიწვია ქართველი პოლიტიკური რაღაც ლიდერები რამდენიმე კაცი იყო და მათ შორის გია ჭანტური 10 კაცი იყო მგონი 10 პარტია თუ რაღაცა და მე დავყვებოდი გია ჭანტურიას ვთქვათ ტელევიზიამ ჩაიწერა მაგის ინტერვიუ ჟურნალისტმა გაზეთის რაღაცის ხო და მაშინ მითხრა რომ კიო მე ვთქვიო ასეთი რამეო და ზვიადისთან ვიყავიო მაშინ მაგრამ მე ეხლა ხო აღარა ვარო მოდი ეხლაო მე და შენო
ზვიადის წინააღმდეგ ერთად გაერთიანებისკენ არა მეთქი მე ზვიადის წინააღმდეგი არ მინდა მეთქი ვიყო მეთქი არ ჩემ წინააღმდეგი არ ზვიადის მოლოდ სიმართლე მინდა გავიგო და სიმართლეს ვლაპარაკობ მეთქი აშუაშია ზვიადი და რამე მეთქი და ბოდიში მომიხადა კიო ასე იყო მაგრამ მე მაშინ ასე მჭირდებოდაო რას ქვია ასე გჭირდებოდა კაცო აი ეს არის ესე პოლიტიკაო ბინძური საქმეაო პოლიტიკას თუ ბინძურად გააკეთებ ბინძური იქნება თუ სუფთად გააკეთებ მაშინ სუფთა იქნება მე ასე მგონია ხო და აი ესეთი მიდგომა რა ვიცი მე მაგალითად ეხლა სანამ ნუ მე წამოვიდოდი ხო ნუ ხან ხუმრობდით ხან ნახევრად სიმართლე იყო თუ რაღაცა იყო ასეთი ის რომ ხო მე ზურაბ ჩავჭავაძესთან და მერაბ კოსტავასთან სანამ ნუ გაზეთი რო გამოდიოდა და ჟურნალი მაშინ თქვი რომ მოდი მეთქი ეხლა სანამ საქართველოს დამოუკიდებელი გახდება მე მჯერავს მეთქი რომ ის გავაკეთოთ მეთქი რომ უცებ რო გახდება დამოუკიდებელი მეთქი აგე 1918-ში რო გახდა მეთქი უცებ მოვიდნენ მეთქი და ეს ეროვნული დემოკრატები მეთქი უფრო ეროვნულად განწყობილი ხალხი სადღაც იმაში აღმოჩნდნენ ნუ პატარა რამდენიმე კაცი მოხდა პარლამენტში და ძირითადი მეთქი აგერ ილიას პლელები და ჟორდანია და ვიღაცები აღმოჩნდნენ იქ მეთქი და ასე რო არ მოხდეს მეთქი და ერთმანეთს არ დაერიონ მეთქი ისიც არის ხო პირველი მისა თავრობის თავმჯდომარე ნოე რამიშვილი იყო და ნოე ჟორდანიამ გადატრიალება მოუწყო და მე გახდა თვითონ და ის ნოე ჟორდანიას რაღაცა მინისტრობის პორტფელი მისცეს და ასე და ასე რო არ მოხდეს მეთქი მოდი მეთქი და ნუ აი პირობითად მეთქი დავარქვათ სამინისტროები და ვინ რომელ სამინისტროს უხელმძღვანელებს თუ გინდა მინისტრს ნუ დავარქვით მეთქი პირობითი იყოს მეთქი ხელმძღვანელი დავარქვათ როგორღაც რანაირად და რა ხო და მაშინ ნუ არ მიიღეს სერიოზულად თუ რა იყო და კოსტავამ წამოაყენა აიო მოდიო სხვანაირად დავსვათ საკითხიო ხვალ რო გამომართლა გახდეს დამოუკიდებელიო საქართველოს და ჩვენგან რომელიმეო პრეზიდენტი გახდეს პირველი აი სამი თვე რას გავაკეთებთ ნუ მე რამმა თქვა რაღაცა რა ვიცი აღარ მახსოვს ნუ პირველი ის რომ სოუდანო სადღაც ალაზნის ველამდეო მაგიდას გავშლიო და მაგარ კეიპს მოაწყობო და რაღაც ასეთი და წერეთელმა კიდე რაღაცა თქვა და ნუ ჯანტურიამ კიდე რა თქვა აღარ მახსოვს და მე ჩემი ჯერი მოვიდა ნუ როგორც ერთი გვერდზივე ეჯექი და აბა შენათქვი და არა მეთქი მე აბა რა პრეზიდენტი იქნებ მე მივდივარ საზღვარგარეთ მეთქი და არაო ისაო მერაბი ისაო ლენინიო საზღვარგარეთ იყო და რევოლუცია რომ მოხდა მე ჩამოვიდაო კაცო და რომ მოხდა ან თავისუფლებითო ჩამოვხალო შენო და გადმოდექიო იმიდანო და გაუმარჯოს რევოლუციას თუ რაღაცა თქვიო დამოუკიდებელ საქართველოს და შენი გახდებიო შენ იქნებიო პრეზიდენტიო შენ გეკუთვნისო მორჩა სხვა არავის თანახმა ხარ თუ ხმა არავინ არ მოიღო კაი გეტყვით მეთქი მაშინ და მასე თუ არის მეთქი და მაძალებს მეთქი გაძალებთო ხო და პირველ სამთვეს მეთქი აი ვინც ახართ მეთქი არა ზვიად გამსახურდია კოსტავა ჩხეიძე ჯანტურია წერეთელი ნუ ვინც არიან სულ ყველას ხლა არ ჩამოთვლი და ყველას მოხვეტავთ მეთქი დაგაპატიმრებთ მეთქი და ბიჭვინთაში მეთქი აი მაღალი კორპუსები რო არის მეთქი იქ მოგათავსებთ მეთქი კაი ჰაერია ზღვა არის მეთქი მენიუ შეგიდგენთ თუ გინდა თქვენ შეადგინეთ და სამ თვეს იქიდან არ გამოგაყოფინეთ ცხვის თან შემოღობილია ბადით მეთქი მერაბის მოეწონა კაი აზრიაო დასუსტებული ვარ ცოტაო ჯანზე მოვალო თუ რაღაცა და თამრიკო ჩხეიძე წამოხდა და თქვენ როგორია თუ ესო ხუმრობსო ეხლაო ესო როდის ხუმრობს როდის მართავს იძახისო ვერ გაიგებთო მართლა ასე იზავსო რა შეცვალა კოსტავას და ჭავჭავაძის სიკვდილმა ერთი და მეორე თქვენი თვალით რა ჩანდა ემიგრაციიდან რა შაცდომები დაუშვით შემდეგ შევარდნა გინდა ზვიადის პრეზიდენტობის დროს და მერეც
რომელმაც ფაქტობრივად როგორც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლება გადაიყოლა, ისე პირობითად ამ ქვეყანაზე ისე იმოქმედა, როგორც იმოქმედა. მერაბის გარდაცვალებამ რა იყო, რომ ალბათ კონტროლის საშუალება მოაკლა საქართველოს და ზურაბ ჭავჭავაძე კიდე ნამდვილად ხელმძღვანელობისთვის იყო, რა ვიცი, როგორ ვთქვა, დაბადებული ალბათ. ყველანაირად ესე იგი შემკული ადამიანი იყო. მე მაგალითად რომ ვინმეს ეთქვა, რომ პრეზიდენტობაო, მე უარს ვიტყოდი და ზურას დავასახელებდი ამ თანამდებობაზე. ეს ორი ის დაკარგა საქართველოს ერთი ზურა რო ყოფილიყო, ისი არ წავიდოდა საქართველოს საქმე როგორც წავიდა და მერაბი რო ყოფილიყო, ის იქნებოდა უფრო მასტაბილიზებული, უფრო დამრეგულირებელი და სიმართლისკენ უფრო წამყვანი ძალა, ესე იგი, თუ შეიძლება ასე ითქვას. რა თვისებები ქონდა ასეთი ჭავჭავაძეს? თვისებები ის იყო, რომ ადამიანებთან ურთიერთობა, მაგალითად, რომ მე რო ვაკვირდები ჩემ თავს, ჩემზე უკეთესად შეეძლო. მე ნამეტანი ისა ვარ პირდაპირ და უხეში პირდაპირ ვეტყვი სიმართლეს ადამიანს. არ ვერიდები, ესე იგი, თუნდაც გავილანძღოდა. ჭავჭავაძე შეეძლო ახსნა, შორიდან შემოვლა, დროს დაელოდებოდა, რომ მიხვედრილიყო ადამიანი რამეში თუ ცდებოდა. ესე იგი, არ იყო ჩემსავით აჩქარებული რა, ასე ვთქვათ. ნაკითხიც იყო და მარტო ის არ არის ადამიანს თავისი ალბათ გვაროვნული ის უწყობდა რაღაც ნიჭი თუ შეიძლება დაერქვას. ალღო ქონდა უფრო და პოლიტიკაში მოვიდა ალბათ თავისით არ მოვიდა, რაღაცა ძალამ გამგება მოიყვანა. თუ არა ჭავჭავაძე იყო ილია მეორის პატრიარქის რეფერანტი. და არ არის ეს ხელწამოსაკრავი თანამდებობა. ზვიადიში რა შეიცვალა ამის მერე, როცა კოსტავა არ არის? თქვენი დაკვირვებით, იმ კონტაქტებით, რაც თქვენ იმ პერიოდში ქართულ პოლიტიკურ სპექტრთან გაქვთ. ხო, მაგას ვიცახი მე. ზვიადიში რა შეიცვალა, არაფერი არ შეიცვალა. ზვიადის პირიქით მერაბი იყო შემკავებელი ფაქტორი. ხო და მერაბი რო აღარ იყო, სულთლად ის იყო, ხელები ქონდა გახსნილი. თუნდაც მაგალითად მერაბი რო გარდაიცვალა, წინდას ნათესავს, რომელიც მის სახლში ცხოვრობდა, თვითონ გახდა ჭირისუფალი. ესე იგი, დაეპატრონა, ესე იგი, მიცვალებულ დაეპატრონა და მისი სახელიც კი გამოიყენა პიარისთვის. ეს არის, მერაბი არის დამნაშავე, დიდად დამნაშავე. რომ ის ზვიად გამსახურდია, ზვიად გამსახურდიას არ მიუჩინა თავისი ადგილი, რაც ეკუთვნოდა. რა უნდა ეკნა თქვენი აზრით? რა უნდა ეთქვა და უნდა ეთქვა რა, როგორც იყო, ხელი რომ მოუწერა, თუნდაც პატარა ამბავი არ არის. უნდა ეთქვა იმისთვის, რომ ყველას თავისი ის აქვს ადგილი. ეხლა ჩვენ რომ ლაპარაკობდით მაგალითად, ხო, ერთმანეთში, იქ ესწრებოდა ჭანტურიას, რა თქმა უნდა და სხვაებიც ახლა ქურდიანი მახსოვს, კოპალიანი თუ რაღაცა. ყველა საქართველოში ავტორიტეტზე ჩამოარდებოდა ლაპარაკი, ხო? ჩემთვის მაგალითად, იყო და სხვაებისთვისაც იყო მერაბი ავტორიტეტი. მაგრამ არ იყო ავტორიტეტი საქართველოში ისეთი, რომ ქვეყნის მასშტაბის და ეროვნული მასშტაბის იქნებოდა და პოლიტიკაში რამე წონა ექნებოდა. მერაბი რომ რამე სიტყოდა 10-დან 5 კაცი თუ 6 კაცი წინააღმდეგი. ავტორიტეტი უნდა ყოფილიყო ზვიადი, ხო? უნდოდა რომ ყოფილიყო, მაგრამ ვერ გახდა. ავტორიტეტი არ იყო. ეს არის უბედურება, რომ ავტორიტეტი რომ ყოფილიყო ზვიადი, ან მერაბი, ან ვიღაცა, უკეთესი იქნებოდა.
ჯობდა დიქტატურა იმ პერიოდში პიროვნულად გადაეწყვიტა, ვიდრე რა ქვია დემოკრატიობანა ეთამაშა და ყველას ვერ გავუგორებ კოჩს, ყველას ვერ ასიამონებ, ყველას ის რა ქვია მოსაწონებელს ვერ გააკეთებ. მაგრამ ესა იყო უბედურება, რომ არ იყო ის რა ქვია ავტორიტეტი, გამსახურდია. ეგერ ჯერ მარტო თუნდაც თქვენ რო ის მეუბნებით ღირსების სასამართლო. ღირსების სასამართლო ავიღოთ. გავიდა რამდენიმე თვე და თავს რო იკლავენ ეგერ მამუკა გიორგაძე და გიაჭანტურია და რა ქვია ბათიაშვილი თუ ვიღაცა უცებ მიტინგებს უწყობენ და რა ქვია გადატრიალებას უწყობენ. ავტორიტეტი იყო გამსახურდია? ავტორიტეტი რო იყო კაცო როგორ იმან მიტინგი მოგიწყო ხო? ეს ადგებოდა და ანტი იმას აკეთებდა რა ქვია მიტინგს. პირიქით ხალხს კი მიტინგზე კი არ უნდა ეძახდე კაცო, უნდა პრეზიდენტი რო ხარ ის ხალხი უნდა დაიცვა. მაგალითად იოსელიანი ზვიად გამსახურდია აქცია პოლიტპატიმრად და პოლიტიკოსად. არ იყო პოლიტიკოსი კაცო ეს რა ქვია იოსელიანი ჯაბა. იარაღი დადეს დაჯდა ეგერ იმასე რა ქვია ოპერის ბაღში ფალიაშვილის ოპერის გვერდზე და გამოაცხადა შიმშილი წამოკოტრიალდა ლეიბებზე. იარაღი არ იყო. მივიდნენ და დააპატიმრეს. მოშიმშილე პოლიტიკური იმაზე რა ქვია სარჩულზე. გახდა პოლიტპატიმარი. საქართველოსთან მე გამომიგზავნეს ჯაბა იოსელიანის ისა რა ქვია მონაცემები ეს რა მოხდა როგორ იყო რაღაცა და მე მივიტანე Amnesty International-ში. და მივიტანე და რო გადახედეს რაღაცა რაიც მე იურისტი იყო თუ რამე უკეო და პოლიტპატიმრად გამოაცხადეს. ზვიად გამსახურდია გახადა პოლიტპატიმარი. ესა რა იყო ის შეცდომები, რომელმაც თქვენი აზრით ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებიდან ჩამოშორება ისე იმ გზით, როგორც ეს მოხდა, გამოიწვია? თქვენი აზრით. არ არის ეს ისა. მე ბევრი მაქვს ნალაპარაკები თქვენ ახლა 2 საათში ვერ შეეტევით. გამსახურდია ჯერ ერთი ისა ზვიადისტები რო იძახიან პუჩისტი და ისა ისენი არიანო კიტოვანი სიგუა თუ რაღაცა. პირველი პუჩისტი იყო გამსახურდია. პუჩი მოახდინა, მაგრამ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების გახლეჩვა მოახდინა და გადატრიალება მოახდინა. თუ არა ილია მართლის საზოგადოება არ არსებობდა და ეს მოხდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების რა ქვია გადატრიალება ცდელობა. მან ნახევრად გადაატრიალა. მაგრამ 5 აპრილის და 6 აპრილის და ეს მიმდინარე მიტინგი რო იყო მაშინ მოახდინა გადატრიალება. პუჩისტი იყო გამსახურდია და წერეთელი ირაკლი. პუჩისტები იყვნენ დემონსტრაცია მიტინგის გადატრიალება მოახდინეს, მითვისება მოახდინეს, ხო და ამას მოყვა მე 9 აპრილი. თუ არა ყველამ კარგად იცის რომ ის აფხაზეთის პრობლემას შეეხებოდა. და ხელისუფლებას თხოვდნენ მშვიდობიანი გზით აფხაზეთის პრობლემის დარეგულირებას, მეტი არაფერი. და ამან იმას აქნა. მე უსმინე თქვენს მიერ ჩაწერილ ვიდეო მასალას გრიშა უნიანთან. აი რო იტყვია ხოლმე შოკიო, შოკი რა იყო, ახლა ნამეტანი იქნება, გამცვიფრება გამოიწვია, რაც გრიშა უნიანმა ილაპარაკა გამსახურდიას შესახებ. მე მქონდა მოსმენილი პირადად კიტოვანისგან მის კაბინეტში, როდესაც თავდაცვის მინისტრი იყო შევარნაძის დროს აფხაზეთში ომი მიდიოდა მაშინ, ხო და მე როგორ დაგაყენა მეთქი შენ გვარდიის უფროსად მეთქი თენგიზ მეთქი და კაცო რასაუბრო მე ნაპატივი მაქვს ქვეყნისა დიდი პატივი მაქვს ნაცემი გამსახურდიაზე როგორ ანაირად ეგრო გადასახლებაში იყო კაჩუბეიში მეც გადასახლებაში ვიყავი და ერთად ვიყავით მაგისთვისაც ასატრინა იყო ხიზილალა იყო თუ იქ კაჩუბეიში დამყავდაო კინო იყო ქალები იყო თუ რა იყო რესტორანი და
მაგარი პატივიო და აბა რა უნდა იქნება და დამნიშნავ გვარდიის მეთაურად. კიტოვანი ამ დროს პატიმარი არ არის? პატიმარს დაყავდა ასეთ რენაზე და ქალებზე? მიმაგრებაში იყო. გადასახლება ჰქონდა როგორც გამსახურდიას. მაგას თუ რა 10 წელი მიცეს თუ რაღაცა ის ინსპექტორი გაუტანია. ტექსტზე მდგარა ინსპექტორი დაარტყა და გაიტანა და მამა ყავდა მაფიოზი და ჯერ პატარას რო კი მიცეს. და მე დაუკლეს თუ რაღაცა და იმას აქნეს და გადასახლებათი რო დარჩა რაღაცა მონაკვეთი გადასახლებაში გაუშვეს როგორც და მოხდა გამსახურდიასთან. ხო და რაც იმან ილაპარაკა გრიშაუნიანმა ეს უფრო მეტი იყო ჩემთვის გაუცემა. შევარნაძემ დამირეკა და ხელიწყალი მოუგვარეო ერთიერი. მე იქ ყაზბეგში დამყავდა ესე იგი ხინკალი რომ მომდებოდა ყაზბეგში დაყავდა იმაში კისლავოცკშია თუ სადღაც თქვა იქ დამყავდაო კისლავოცკში კაცო ხალხი კურორტზე დადიოდა და ისიც მდიდარი ხალხი. ხო და ეს იყო ჩემთვის ის რაღაც გაუცებული ვარ ესე იგი ამისთანა ის და თან შევარნაძე პატრონობდა. და ამ დროს გამოდის და შევარნაძეს ლანძღავდა და აგინებდა და მე მითხრეს ჟიადის ხრემა ქონდა ლაპარაკიო ჟიაცო ედვარდ შევარნაძესთან. ხო თემურ ქორიძე სანამ დამოპატიმრებდნენ მუშაობდა ჟიად გამსახურდიასთან ლიტერატურის ინსტიტუტში ხო და იყო ჩვენი მეკავშირე შუამავალი იყო. რომ მე ჟიადს უთხარი ჟიად მეთქი შენ არ იცი მეთქი ახლა თბილისში რაღაც 3000 თუ 4000 ტაქსი არის და შავი ტაქსი მეთქი მე შავი ტაქსი მყავდა მარტო 10 არის მეთქი ამდენდა ერთი და იგივე ტაქსში ჯდები მეთქი და მოვდივარ და რაღაცა შეიძლება უფრო შეღამჩნევი იყოს და გაგებება შეგვამჩნიოდა აგერ თემურ ქორიძე ჩემი ნაცნობია მეთქი და შენთან მუშაობს და იქნებ რამენაირად ეს გაცვლა გამოცვლა და შეხვედრა ნაკლებად ავიცილოთ მეთქი და დამთავრდა. ხო და ეს შემხვდა მე თემურ ქორიძე უკვე გადატრიალებაც და ყველაფერი და ისა და რუსთაველის მეტროსთან თუ აქეთ ცოტა. ხო და მაშინ მითხრა შევარნაძესთან მქონდაო მაგასო ლაპარაკიო. პირდაპირ ის კავშირი მქონდაო მაგასო და იმას თავაზობდაო რა ქვია დიდი უფლება მოსილებით საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს. მაგრამ არ დათანხმდა ისაო, არა, ის პრეზიდენტობა უნდაო და იმიტომ მე მოუწყო ეს. რატომ? ეგ იყო. დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. რამე ხო არ არის ისეთი, რომელიც თქვენი აზრით ამ გადაცემების ციკლში თქვენგან კიდე უნდა იყოს და მე სათანადო შეკითხვა ვერ დავუწყო. არა, ბევრი არის ახლა, მაგრამ იმდენი არის, რა ვიცი ახლა. მე ახლა პენსიაში რო გავალ მეთქი, ვფიქრობ, მაშინ მოუყარო თავი და გავიხსენო, ზოგის ვერ გაიხსენებ, მაგრამ ზვიად გამსახურდია მესიზმრება ხოლმე. და სულ ყოველთვის კმაყოფილი არის. სულ მიცინის. ხო და ასე განაგრძეო სიბართლეზე დგეხარო და არ გადაუხვიო და ბატონ ზაქარია ბოლოს ჩემი იმედი ქონდეს. ბოლოს შეკითხვას დაგისვამთ. კი. აი დღევანდელი გამოცდილებით რო იყოთ ღირსების სასამართლოზე. თქვენ არ ყოფილხართ არესტრებოდით ამ ამბავს, იმიტომ ქვეყანაში არ იყავით. კი. დღევანდელი გადმოსახედიდან რა სიტყოდით ამ პროცესზე თუ ამ გარჩევაზე? 99 წელში რო გადაბრუნდე? კი, ოღონდ დღევანდელი გამოცდილებით. დღეიდან რო შეხედოთ ამ აი დღევანდელი გადმოსახედიდან ამ კონტექსტს. ახლა დღეს უკვე რაც ვიცი, ის რო ვიცოდე, ვეთყოდით. იმას მეუბნები, რომ ისაო მომავლიდან დაბრუნებული კაციო არის ასეთი რაღაცები, ვიდეოებიც დევს. ნუ მე ვერ წარმოვიდგინე ახლა რომ მე თუ რომ 99 წელში რომ უთხრა რომ მე 2022 წლიდან დაბრუნდი და ასეთი რამეა მეთქი ალბათ არც ზვიად გამსახურდია დამიჯერებდა არც ზურაბ ჭავჭავაძე და ყველანი იქ ყოფნი ალბათ სულელად გაუმაცხადებდა ხო რა ვიცი მე მაგას ისეთი კითხვა დამისვი რომ ალბათ
ვერ გავცემ პასუხს ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა შენც. დროებით შეხვედრამდე. დარწმუნებული ვარ, კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. წარმატებებს გისურვებთ. უღრმესი მადლობა. მადლობა.